შორენა. აქ ვარ დავით. რაიმე, ჩემო სიცო, ჩემო პრინცესა. მე მელოდებოდი? დაინახე სტუმრებს. როგორ ხარ? მაგუთეში თორე გაგიხეთქო. დალიე მარეგულირებელი. დავლიე. წნება ხო ყველაფერი. ყველაფერი რიგზია დღეს უნდა ვიგრიალოთ. ნერვიულობ. რატო? პირველი ხო არ არის? ხოიცი რომ მე-18-ია დეგენერატო, რატომ ყოველთვის მახსენებ? მე მგონი დღევანდელი სუფრაზეც უნდა ვთქვათ, რომ ჩემმა მეგობრებმა Flame Food-მა გააწყო აქაურობა და ესე გაგვიმასპინდა და ჭყონიას ვეთყვი, რომ კორტელია დუბაიში რო შეგიძლია მის გამოძახება. აბა, ბატონ თემურს კიდე ვეთყვი, რომ დროა ეხა Coca-Cola-მ დაარეკლამოს. ხო არ ვიცეკოთ? შემაჭამეს ხო წამო ვიცეკოთ, წამო. მე ხო იცი მე ძილი მიწევს 9-ზე ვიძინებ. წნევის წამალმა ესე იცის. ესე უნდა ხო ხელი? თუ აქეთ უნდა ხელი, რომელი და აქე? წავიდა. მიდი! ჯედა წუწუგი გადი. კარეთი კიდე გადი. შეჭება, რამდენი დავარცხა, წადი. იგივე, უნდა მოწყენი დიდი. ვაიმე, შორენა. ვაიმე, რაკჭი დავით. ვაიმე, დავით. დაწერე ადრესი, დავით. დაწერე ხო დაწერე. მაშასე, მეგობრებო, სარკასტიკის მე-10 ეპიზოდი გახსნილად გამოგვიცხადებია. ნუღრიალებ. ესე იგი, ფანტასტიკური წინა შედეგები ქონდა. ერთმანეთზე უკეთესი. მაგრამ ამბავი ის არის, რომ ინტერნეტ სივრცეში დაუსრულებლად არის საუბარი, რომ მე შენ გაბულინგებ, მაბულინგებ, მცემ და კიდე ეს სიყვარო შემეჩერებინე წინადადების დასრულება არ უნდა გცემო მაგის. მე შენ ერთი ვიდეო მინდა განახო, სადაც მწვრთნელი სცემს სპორტსმენებს და შენ გამახსენდი. ამის მერე გიკრძალავ ჩემზე ხელის დაკარებას, მართლა ისევ დავარ ხოლმე, ვერ გეუბნები. რასი კრიჭები ბიჭო? ეგ ვიდეო მეც მაქვს, ნახე, მაგრამ იქ ნახე რატო ურტყავს ეხა ეს სპორტსმენი. ესე ანუ ეხა ვიდეოც ხო გავდა. ხო რატო ურტყავს აი მითხარი. ანუ ურტყავს რომ არა, ანუ ვერ მოიგეს ის თამაში. და მე რაზე ამით ჯის. შენ რო ვერ ხუმრობ კარგად. მაგ დროს გირტყავ ან რაღაცას რომ მიგდებს ზარს, მაგ დროს ბუკ ესე ბუკ აი ესე ბუკ აი ესე ხდება. ორი ჩაქცხო ერთი აი მე თანამწარები ვიყო. ხო და მაგითო ხდება თორე იმიტომ კი არა წარმატებული როდესაც არის მაშინ უთხარი შენ მაყურებელს რომ იცინო ყველაფერს ბევრი კომენტარები გულები აი მეგობრებო ძალიან გთხოვთ აი ისეთ სუდათავა რა აი აღარ შემიძლია დალურჯებული ვარ მიჭირს ყლაპვა ენა მივარდება და გთხოვთ რომ აი დაწეროთ რომ აი ძალიან გეძინებათ ჩემს იუმორზე რომ ნაზღეძე მაღარ მწემოს მეტი თამაზე დაწერონ კომენტარებში მე აი ხელი რო დამაკარო ჩემს თავზე სამაჯური აქ კურდი ეგრევე სამაჯური გამაცალა ის ნახე შენ იტალიაში მეგორი კურდობდი ვერცხლია რა თქმა უნდა კარგი მოდი ახლა დავიწყოთ გადაცემა გპირდები შევეცდები რომ აღარ დაგაკარო ხელი შევეცდები აი დაითვალოს მაყურებელმა წინა გადაცემაში რამდენჯერ აი მე რო ეგრე გაგარტყა თავპირში შენას მიცავ მე ვერ გამარტყავ იმიტომ რომ მე ვასრულებ ჩემს საქმიანობას 100-იანზე რა თავდაჯერებული ხარ ვიგითხრა აი ვერაზე შენმა მეზობლება ხო ვერაზე უფრო კაი რჩევები მე გაგართხილი ხელი აღარ დამაკარო მე თორის უწყაფას გაგადარო აქვე ახლა მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია სტრაფიკოების ობიექტი Flame Food-ი ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ დააგემროთ ყველაზე გემრიელი ხარისხიანი სხვადასხვა კერძები, სალათები, დესერტები ის მდებარეობს ვარკეთილში სუხიშვილის 45-ში
მიდი პოდკასტ პოინტი. ეს არის სივრცე, სადაც დასახიზე ყოველდღე მცენს. და ასევე მაიძულებს გადაცემის ჩაწერას. და მაქცია, რა არ ვარ. ჩვენი გადაცემა იწერება პოდკასტ პოინტში, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გადაიღოთ თქვენთვის სასურველი პოდკასტები, ასევე ჩვენ სტილში გადაცემები. რომ იყოს წარმატებული, ხარისხიანი და რეიტინგი. ეს გონია შეკარგად გამოგივიდა? აი მე უფრო კარგად გამომდის. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია შენ თავი წამყვანად აქციო. სივრცე, პოდკასტ პოინტი. მოდი და შეცვალე შენი რეალობა. აი, ყველა ამოწყდა ხო ხედავ კადრს მიღმა. მოდი და შეცვალე შენი ცხოვრება. თუ კადრს მიღმა გოგონა იქნება შენი პროდიუსერი, მაშინ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება. თუ არ იქნება ის პროდიუსერი, ამოწყპეტილი ხარ. არც ეს სივრცე არ გიშვი და არც მამა ღმერთი თუ უნიჭო ხარ. მე თუ რა უნიჭო ვარ? არა, შენ ხარ უნიჭიერესი. კარგი, დავიწყეთ. ეს სიყვარულით იყო დარწმუნებული. გასწორდის ყველა იძახს და ჩაწოლილი ხარ. აუ, ჩემი აი გეფიცები აი ეს გადაცემა და აი დალურჯებული ვარ. კაი, მეგობრებო, გადაცემას ვიწყებთ ყველაზე მთავარი ამბით. შორენა ბეგაშვილი გათხოვდა! თუმცა გიორგი მასხულიამ დაასწრო გათხოვებაში, მაშინ რომ მიულოცეთ. მეორე გათხოვება ჩვენ გადაცემაში ისე გამიხარდა შორენას გათხოვება, რომ აი ღამეები არ ამძინავს. შენ ღამეები არ გძინავს შორენას გათხოვების გამო კი არა, შორენას ქმარს რა ქონებაც აქვს იმის დათვლი და ფიქრში. დედა, ყველაფერი მაგათია. ხო, ამ ბიზნესმენს როგორც ჩვენ გავიგეთ, აქვს 16 ბიზნესი და ასევე რაღაცა აზარტულ თამაშებში აქვს 30%-იანი წილი. და მე როგორც გავიგე, უგულავა უფრო მდიდარია თუ ეს ვერ გავიგეთ ოღონდ. უგულავაზე რატო ეძებ ინფორმაციას, რატო ისიც ხო ბიზნესმენია, ისიც ხო აზარტულ თამაშებში. რატო სხვა არ გაგახსნა უგულავა რაღაცა ხდება. მაგრამ ყველაზე მთავარი ამბავი, თამაზ ალბათ ყველა რაზეც საუბრობს, არის ბეჭედი. მე ორივე ბეჭედი ერთიზე გადავიტანი, რაღაცნაირად ცოტათი მაინც ჩანდეს, მაგრამ შორენას ბეჭედმა ყველა რეკორდები მოხსნა, თუმცა სარკასტიკა, რის სარკასტიკა, ჩვენ მსგავსი ძირფასი. რამდენ კარატეიანია? ეს დავამზადებინეს, ანუ შორენას ქმრის თავის რა? შორენას ქმრის? თავის ზომა. თავის დიაფხელა თავის აკიფკაცი, აი შევაშურო რა. კრეტინო. რადგან საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა არის შორენა ბეგაშვილის ქორწინება და როგორც იქა ყველა გულშემატკივრობდით შორენას, იმიტომ ერთი წარუმატებელი ქორწილი, მეორე ურთიერთობა წარუმატებელი და დღეს უკვე საფინალო ეს ზღარი ხარ თვლიო, ერთი, მეორე, მესამე მიყვები. მე კი არ ვთვლი, მაგრამ პრესაში ხო იწერებოდა რომ ერთმა რაღაცა დაუნგრია რუსთავში ცხოვრება, მეორემ თბილისში დაუნგრია, მესამემ უკვე სადღაც იქით უბანში დაუნგრია და ესე და მათ ნეტა რატო შორდებოდა ეს წინაპარტნიორები ცოცხლები აღარ არიან ასაკობრივი დაიცვალნენ თუ როგორ მაინტერესებს იმიტომ რომ აღარ ახმაურებდა ეს ბოლო პერიოდი რაც ტელევიზიაში ჩამოშორდა ვინ იყო მისი მეორე ნახევარი თუმცა ნეტა ვიმოქმედა ამ ქმრის ურთიერთობამ რომ ჩამოშორდა ამ ტელევიზიაში რა თქმა უნდა რა უნდა რუსთავიორში მილიონერი ყავს ქმარი კაი მოდი დღევანდელი თემები დავიწყოთ ეხა როგორ და ჩვენ მოგვივიდა იდეა რომ ვითომ ჩვენ ვართ შორენა ბეგაშვილის ქორწილის ორგანიზატორები და დაურეკოთ სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით მომღერალი წამყვანი დავპატიჟოთ ოღონდ თან დავავალოთ რაღაცა საქმიანობები შენ რას ფიქრობ შორენას როგორი ქორწილი მოუხდება შორენას თეთრი რაღაცნაირი ალბათ. მე ვფიქრობ აი როგორც აი მოდი აი როგორც ადრე იყო რა ეს ხო ძველი ყაიდის კაცია და აი პალატკაში. ისეთი სოფლის პალატკები როა ისეთი გადახურული. ეს კაცი ხო რეგიონიდან არის ჩამოსული აღარ ვიცი რომელი აი იმის ორღობეში რო გაიშალოს აი ტალახში. კაი, აქვე მინდა ხუმრობა იქით იყოს ჩვენმა გულშემატკივარმა დაგვირიცხა თანხა რომ სამსახურისთვის გვეყიდა ტელეფონი რომლითაც დავრიკავდით ორ კარტიანი თუ ორ ბარათიანი და ეს არის მათი ფულით შეძენილი ტელეფონი. და აი როგორ მინდა რომ აი არც მაჭერინებს ხელში აი დაიჭირე ჩაიფიქრე კარგია კაი მოდი მაშინ აი ნახე ამაზე ვგიჟდები ნახე ეხა ვარ მაშინ ესე გავაკეთოთ პირველი დაურეკოთ ლელა წურწუმიას ლელა წურწუმიამ გვინდა რომ იმღეროს ქორწილში და ჰონორარი არ იქნება, მაგრამ საკვები იქნება. მაგი და იქნება რაღაც საკვებისთვის. ურეკავთ ლელა წურწუმიას და აი გავიდა, მიდი. მე უბრალოდ ძალიან ისეთი ხმა მიიღე ხა. პროვინციული არა ესეთი. ხა რომ მეპასუხოს, ეს ხარ პასუხობს ხოლმე და.
რატო არ პასუხობს ისე? მამული ჩაუშლის. მამული ლელა თუ არ გააკეთოს რაღაცა ისინი. ლელა გამარჯობათ, როგორ ხართ? ვინძანდებით. მე გიორგი ვარ, ორგანიზატორი ვარ ლელა წურწუმიას. გვინდა მოვიპატიჟოთ ქორწილში. სალიათ რო გაგესაუბროთ. შორინა ბეგაშვილის ქორწილთან დაკავშირებით ორგანიზებას უკეთებთ და მაქინდა გამდინარე გირეკავთ. შორინას ქორწილს გეგმავთ თქვენ? კი. მარტში იქნება 15 მარტს. მაშინ მამულჩას დაუკავშირდით, მაგასთან დაკავშირებით მე დავუკავთ. შეძლებთ ხომ მოსვლას ისე ქორწილში? ისეთ შორინა ურეკავს ხოლმე მამულჩას, ვერაფერ ეკავთ ჩემთან. ჩვენ დაგვავალა ორგანიზება და მაქინდა გამდინარე გირეკავთ. თქვენი სახელი და გვარი? გიორგი. რა გვარი ხარ გიორგი? ძირმაგარაშვილი. კარგით, მე ჩემ გავარკვევ შორინასთან, მაგალითად. კარგით. ღმერთო ანუ თამას რასაც გეტყვი ყველაფერი ქიამოსო თქვა ძირმაგარაშვილი და კიდე მე გავიაზრე კამპალო შენ ძირმაგარაშვილი მოდი დაურეკოთ ახლა მამულიჩას და მამულიჩასთან გავიაროთ დეტალები რომ ლელამ გადმოგამისართა მასთან და ოღონდ უთხარი ახლა ძალიან მამულიჩასაც მე ვურეკა მამულიჩა მემცნობს შენ უნდა შეიცვალო ხმის ტემბრი ახლა დამანახე შენი ნიჭი აბა რა შეგიდა ახლა პული რო გადაგიხადოთ გიორგი ძირმაგარაშვილი ხარ და გინდა რომ ლელამ შეასრულოს ფრანგულად სიმღერები ურეკავთ მამულიჩას კახა მამულას მამულიჩ გამარჯობა როგორ ახართ კარგად ის რა საკავშირებით გირეკავთ ლელამ გადმოგვამისამართა თქვენთან შორინა ბეგაშვილის ქორწილს გეგმავთ დადი თქვენ ჩათალახი ვერ გავიგე რა მაიმე რა შენ არიცი მამულის ამას მეურები ლელას ხო ელაპარაკება და გვარი უთხარი რა ქვიათო თქვენი სახელი და გვარიო და გიორგი ამან უთხრა და გვარი ვერ მოიფიქრეთ მე უბრალოდ ტრუხაძე უთხარი ძირმაგარაშვილი უთხარი მეთქი და მე გიორგი ვარ ძირმაგარაშვილი ეგრევე წაგვიტიშა არა ვის დაურეკოთ მამულის შუ გავეღადაოთ მითხარე ახლა ისეთი ჰა მაია კაჭკაჭიშვილივით არ გვინდა რატიმ რომ მოგწვა და ქალს თურმე ჰობია ქონია რაღაც შიშები და ასულიერებდნენ დაბადების დღეს გული შეუწევთ აი რა ხო კიო და შენ ერჩევით ვის დაურეკო მაცადე ბიჭო არ ველოდებოდი ხა თქვენ ზარს ესე უცებ რა უცებ ხო გვიცანის სამაგეროთ ხმაზე რამდენია მე შეხოვედი შანსი არ არის ვერ გამომაპარებ თქო ჩატლახებო ვერაფერ უ ეხა მალე გადაცემაში მოდიხარ ჩვენთან ხო იცი ვიცი ხო ხო და გითხარი აბა ჩემი ახლა უცე სტეფანეს დაურეკე სტეფანე ყავს სიაში ისედაც შავი სია გაქვთ მან აბა დღევანდელი გამწარების სია ესე ქვია ამოწყვეტის სია ვინ იქნებოდა საინტერესო ხა რა ვის დაუძახებდა ქორწილში შორენა ყველას დაუძახებს ქორწილში ჩვენც რო ვართ ვაიმე ლელაც მან ძის არა ისა ლელამის უთხარი რომ ეს ხა მოვიდა და ჩათლახები რეკავენ ნაზდაიცე ჩათლახი გიორგი ძირმაგარაშვილი. ლელა პრივეტ როგორ ახარ კარგად, როგორ ახარ? კარგად ლელა კარგად აი ისე გაგვიხარდა რომ გვიპასუხე არა ისეთი ხმით გვიპასუხა შემეშინდა თამაზა ფერი გაკარგათ ვიცი რომ უნდა შეშინებოდა. თამაზა ისეთი შეშინებული იყო უნდა გენახა ბეჭედი გამბარდა იმე და შორენა ბეგაშვილის ბეჭდის იმიტაცია გავაკეთე და გაზდრო ეს ბეჭედი ეს მიგაგალებს აი შენას არ დაურეკეთ შორენა არცად არ გპასუხობს არც ალთას არც ბალთას სადაც არ უნდა ურეკო ხო იცი რა ეჭვიანი მეუღლე და კაი მაშინ დაურეკავთ იმ სიას მამულის რაც გვაქვს მიდი რას ეკავე ხომ რაზე უნდა დარეკონ რომ ისა რა ქვია შორენას ქორწილის ორგანიზება არის და მოდი და შენ ხელს უწყობ ამათ ამ მე ხომ თავარი ჩათლახი მე მოვწოს ამათი გადაცემა ბოლოტები რო არის რა კაი ისე ხო არ ვაგები ხალისო არა ჯიგრები ხართ გასაგაბორო კარგად იუმორი თავარია იუმორი
ხო. კაი, ძალიან დიდი მადლობა ხალხო, ძალიან გვიყვარხართ, უდიდესი მადლობა. მამული ჯგელოდებით. ლელა ჯერ არ ვეუბნებით, იმიტომ რომ ჯერ გვინდა რომ იმ საფეხურზე ავიდეთ, რომ მე ლელასაც გაუბედოთ და უთხრათ გადაცემაში სტუმრობაზე. ჯერ მამულიჩა და მაგისნაირები და მე ლელა. რამე შენ რო იუმორი და შენ იცი რომ ვისაც კი ვეკითხებითო სტუმარი ვინ უნდა ვინ მოვიყვანო და ასე შემდეგ უმეტესობა რომ შენზე იძახის, იცი? ეს ეხა ფანდია თუ? არა, მართლა. მამულიჩას რო იუმორი აქვს, მამულიჩა გაიძახია. ლელა თქვა რომ მევუწერო, შორიდან გავიგე. ჩანაწერებით მოდის ხელზე აქვს დაწერილი. თუ ჩამოწერე თუ მოვიცალე და დამოწერე წამოვაო. აი თუ გამომიშვებს. კაი, ისე დავამთხოთ რომ სახში რო არ იყოს და გამოგაპაროთ. ზაღლებთან თამაზა დარჩება, ზაღლებს თამაზა მოუვლის. მაინე ზაღლები დავმომიყვანა და განსაკუთრებით აი ეს მეტისი, რომელიც ზაღლები დიქმინება. მეთქი ჩემზე თქვა მეტისი. მეთქი ჩემზე თქვა. ერთხელ ხო იცი მე ხო ორი ზაღლი მყავს ის აკიტა და ეს მეორე ხო ქუჩიდან წამოვიყვანე და აი ეს მაინც რა არის ქუჩიდან რომ წამოიყვანა, ის მეორეო. ეს მყავს ეს წამყვარიც, მე ვარ გიორგი ნაძვედი ის არა, იმიტომ რომ ის ნაკიდი მყავს. ამიტომ ხო და ერთხელ ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, იმიტომ რომ ეს აკიტა უფრო ისეთია, კეთილგანწყობილები ადამიანების მიმართ და ის ძალიან აგრესიულია და რაღაცა მისაყვედურა ამ მეტისზე. ხო. მაგრამ მე უთხარი, მე აღარ მითხრა მეთქი რა, იმიტომ რომ ჩათვალე მეთქი, რომ ჩემ შვილებზე მელაპარაკები მეთქი და ეხა საერთაშორის ძალიან ესეთ სწორად გაიაზრა და მითხრა რომ ხო აღარ გეტყვიო. და პირდაპირ რომ მიგეშო და დაეგლიჯა. დედა გახდა ეხა. ვინ გახდა? დედა ზმაო. ვინ გახდა დედა? ამუნაშვილი. ვაიმე, ამუნაშვილი, დედა არა, მრავალშვილიანი დედა გახდა უკვე. ვაიმე, იმდენი თემები გვაქვს, ჩვენ ისეთი ამბები გვაქვს აქ. თავარია გვიპასუხონ და არ გაიქცნე, თორე. ეგ მართალია. მარკუს მეტრეველი ცოლს დააშორდა, იცოდი? თაკო გაჩეჩილაძე ცოლს დააშორდა. თაკო გაჩეჩილაძე ცოლს მასტერა ბინებს ისა დღიურად აქირავებს უკვე მუსიკალურ კარიერაში შესვენება აიღო. შოუ ბიზნესი ჩამოიქცა. ვერ მოგართვით. ვერ მომდაწილში ხაზო. ჩვენ ვართ იმ ნაწილში შოუ ბიზნესის გავაცოცხლეთ ეხლა. შევკრა და გავაცოცხლოთ. ვინც მოკდა რომ წამოვაყენოთ. გაგონილაც ისევ ჩვენ თუ უშვერით მომღერლები ბინებს აქირავებენ საათო პრივატად მდგომარეობაში არიან. ისე რა მითხარი ამ ვარსკვლავების корпуსში ბატი დურგიშვილმა გაყიდა ბინა. არა, გამოუშვეს თურმე. რატო? გამორიყეს რა შოუ ბიზნესს. საერთოდ ბიჭო, აქა ჩემი მეზობელია. ვერ ყიდის. მცხეთა გააქირავა. მცხეთა გააქირავა, ხო. მცხეთა გააქირავა. ვერ ყიდის. ვერ ყიდის, ვერა მაგბინა და მცხეთა გააქირავა და ეს გაყიდის თურმე წურწუმია ზემო და კრიშაში ქონია ის. სახლი არ არის. მანსტარდი ქონია გადაკეთებული. ტრედივით არის რა. თან ისეც ხელა მე როგორ ჩემ გავიგე. ხარეს ტრედები არიან და მაგის ხარეს რატი ცხოვრობს. რატი გადმოდგება ხოლმე და მღერის. ტრედების ხმაზე. მამული ძალიან დიდი მადლობა შენ და ლელას უდიდესი მადლობა დაგემშვიდობე და მოკლედ გადაცემაში დაგირეკავ მე ამ იმ კვირაში რომ დავიგეგმოთ. უდიდესი მადლობა ხალხო. დროებით. კაი, დროებით. ვურეკავთ მაია ბარათაშვილს, შორენა ბეგაშვილის ქორწილთან დაკავშირებით, მინდა რომ ვუთხრათ. ალო? ქალბატონი მაია მინდოდა. მე ვარ. ქალბატონო მაია, შორენა ბეგაშვილის ქორწილის ორგანიზატორები გირეკავთ, თუ გაქვთ დრო რამოდენიმე წუთი რომ დაგელაპარაკოთ. გისმენთ? მოკლედ მარტში არის ქორწილი და გვინდა ახლა მომღერლების სიას ვადგენთ და ერთ-ერთი ხარ თქვენ სიაში და თუ გეცლებათ. რა საინტერესოა. ხო. ხო. მაგ პერიოდში თუ გეცლებათ თქვენ რომ რომელი მარტინით ხარ? მარტის სადღაც 10-დან 15 რიცხვი, აი ესე. მაგეჭე მოკარგო მე მაგ დიდი პროექტი ახლა ერთი წუთი უნდა ჩავხედო მე თუ შეიძლება ერთი წამით მე მაგ დიდი პროექტი რეგიონებში მასტერ კლასები მაქვს. ესე იგი მარტ
ეს ჯაზის მასტერკლასები, ხო? ზუსტად, ბატონო? ჯაზის მასტერკლასები. რეგიონებში მაქვს, ხო? რეგიონებში მაქვს ფალსეთთან შეხვედრები და ეხლა 18-ში მეწყება, კი არა და როდესაც 23-ში. დიახ. 10-ში მეცხოვროწყუცი ვარ, ერთი წუთით კიდევ ანუ ჩოროწყუ და შორენა ბეგაშვილის ქორწილი. ბატონო? აი, ჩოროწყუს ვერ გადადებ შორენა ბეგაშვილის ქორწილისთვის? არა, ვერ გადავდეთ ნამდვილად. უი. როდის შეგიძლიათ შეიძლება გადავწიოთ ცოტა ქორწილი, იმიტომ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვაიმე ვიმზადებით, რა ქვია? თამაზი. თამაზი, ბატონო თამაზი. რა გვარი განდებით ბატონო თამაზი? გელაძე, თამაზ გელაძე. თამაზი? ო, თუმცა მარტო მე არ ვარ აქ, რამოდენიმე ადამიანია ორგანიზებაში, ხა 5-6 ადამიანი. არა, მე შემოკარგო. რა არის იცით, ეს არის კულტურის სამინისტროს პროექტი. ამიტომ ესე იგი არა აი რო დავაფინანსოთ თქვენი ჩამოსვლა და წაყვანა, ანუ 1-2 სიმღერა გვინდა რომ გვიმღეროთ რაღაცა ისეთი. აი მაგათ იცით რა მაინტერესებს შემოკარგო? ჰონორარი, მე საკმაოდ მაღალ ანებღაურებადი აბარაკია. რამდენია თქვენი ჰონორარი? ჩემი ჰონორარი ესე ღონისძიებებს ახლა მე გეტყვი. გაბირხული დამავლის გარეშე. მე ახლა აი ესეთი დიდი ღონისძიება მაქვს მაისში. და 16000 ლარს მიხდიან ოღონდ დაყვანაში და სიმღერაში. ერთ ღონისძიებაში გიხდიან 16000 ლარი. კი. და რამდენ სიმღერაში გიხდიან? ანუ წაყვანა ღონი იცით რა, ცოტა უცნაური ესეთი მეწველება თქვენი. არა, ჩვენ რო გავთვალოთ, რომ აი თუ თქვენ 16000 გიხდიან, მაშინ ჩვენ რო 32000, 35000. არა. 16000 მიხდიან წაყვანაში და 6-7 სიმღერაში. 6-7 სიმღერაში. ანუ ჩვენთან რომ ორი სიმღერა იმღეროთ და ცოტა მეტი ჰონორარი გადაგიხადოთ, ანუ ვერ ჩოროწყუში უნდა იყოთ. მე აპეტანიშნული მაგინიტორი ქალაქის მერი აგვარი. მაგრამ შემიძლია ჩამოვიდე 11-ში 1 წუთი თუ კიდე დამაცლი 2 წუთი და თქვენ თუ ესე არ გეჩქარებათ. 16 გაუდი შეიძლება 16. აი ინტერნეტები. აჰა. ეს თემები გეტყვით რა. ესე შეხედეთ 10-ში მე რომ აქვს რაღაცა. ლარი თუ 16 რა. ჩამოვიდება. სიმღერა 16 ლარი? და. შეხედეთ 11-ში ჩამოვიდება. 16000 ლარი. რა 16000 ლარი გაუდი შეიძლება? ისევ სადღაც ჩავარ მასტეკლა. ანუ ქვეყნის ფული სად მიდის ხალხო? მე 10-ში იქავარ. 11-ში თუ იქნება ძალიან დაურეკავთ. არ უნდა ვაიმე. კარგით, მოდით როგორ გავაკეთებთ, იცით ჩვენ დავიგეგმები და დაგირეკავთ მაშინ ესე ჯობია უკვე. დაიგეგმეთ მაშინ კი ბატონო და ჰონორარზე შევთანხმდით. კარგით. კარგი ნახვამდის მადლობა. ანუ სიმღერა და რა მიყავს ესეთი? 16000 ლარიო. ქალმა ბლოკნოტი ვერ მოძებნა სახში რა. კულტურის სამინისტრო 16000 ლარს უხდის იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერს აქვს 350 ლარი ხელფა. არა, ჯაზი ძალიან მაგრამ მღერის, მაგრამ არა, ჩვენ ჯაზით არ გვინდა. არ მინდა, მე ჯაზ ვაფშე აღარ მოусმენ. 16000 ლარი გაჭირებულებს მოხმარდეთ. გეპიზები თუ ჯაზი ჩავტაროდეს. რა 16000? უკეთ წარმოვიდი. რომ მე ეთქვა რომ 5000 ვიტყოდი რა ხო? ოკეი, ბაზარი მეც ვიტყოდი. 16 და 6 სიმღერაო. თურალი ხალხი რომელიც მაგას ვაფშე არ მოусმენს რა და წარმოვიდი რომ დგას ეს ჩოროწყურო და ეს და ჩოროწყუ ამ დროს აი რომ უსმენს ანდროს აი ჩოროწყუს რომ მაგისი დამღერი ვაფშე აი არა ჩვენ ნიჭზე არ გვაქვს აქ საუბარი მაია ბარათაშვილი არის ფანტასტიკურად ნიჭიერი ადამიანი თუმცა
რავი 16000 ამ ქვეყანაში დღეში ჩოროწყუში 16000 ბიჭო დღეში ჩოროწყუში 16000 აი იქ ვინც დადგება მოსახლეობა წარმოიდგინე მე ხარ ისი შემეშინდა მეგონი ერთად რომ გავაერთიანოთ ხელფასი ადამიანებს არ აქვს მაგდე მე ხარ ისი შემეშინდა ეს გადაცემა იქამდე გავა სანამ მაია 10 რიცხვში 10 მარტს ჩოროწყუში გავა არავინ არ დაეწრება ხალხი იტყვის ვის აძლევ 16000 კაი ნიკა ნიკვაშვილს ურეკავთ მუსიკოს პიანის და უნდა შევთავაზოთ შორენა ბეგაშვილის ქორწილში შალახო დაუკრას ნიკა გვინდოდა ნიკა გამარჯობა ჩვენ ვრეკავთ შორენა ბეგაშვილის ქორწილის ორგანიზატორები და რაღაცა შემოთავაზება გვაქვს თუ გაქვთ რამოდენიმე წამი ბოდიშით ეხლა არ შემიძლია თუ შეიძლება ხვალ არა ორი კითხვა გვაქვს და უბრალოდ გითხარით და თუ რაღაცა ხვალ დავრეკავთ ანუ უბრალოდ მონახას გეტყვით გვინდათ რომ ქორწილში დაუკრათ და აი ქართული რაღაცა შალახო დაუკრათ რაღაცები აი ესეთი მდინარე ხიდის ქვეშ თუ არის შესაძლებელი კარგი ნახავთ ანუ არ გცალიათ დავრეკო თავიდან დაურეკე გამწრე და დღეს ამაღამ ახალი ის დაწეროს გამწარე რა ქვია ნიკა Вообще მომიტანე პირით დაუკრა. რო ჩარტავს გეყვეწები რა. არის. მე საერთოდ აი მინდა რომ ნიკას ახლა როიალი დაუმტვრიო. კაი, არ ნუ ხო გიპასუხა ხა ადამიანი ამომწარებული არ შეიძლება ესეც მოგცევა. იცი ვის დაურეკოთ თაკო დოლაბერიძეს. ნიკვების ამბებშია. მაგას მე ვილაპარაკები ისე? ხო. გომავაკო, ალო. თაკო გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. თაკო, გცალიათ რამდენიმე წუთი რომ გავისაუბროთ? დიახ, გისმენთ. ეხა დავიწყეთ ჩორნა ბეგაშვილის ღონისძიების ორგანიზება, აკაპირებს ჯვრის წერას თბილისში. დიახ. ხო და აი არ ვიცით, ესაც მოსაფიქრებელი გვაქვს და თქვენი აზრით გვაინტერესებს, აი თუ გცალიათ მარტის შუა რიცხვებშია გადაწყვეტილი. აი ვიბრძანდებით. მე ვარ გელა. აბაშიძე. ანუ ორგანიზატორი ხარ და მე რა შუაში ვარ? არა, ჩვენ უბრალოდ ღონისძიებას თავს ვუკრავთ ხოლმე თავიდან ბოლომდე. ხო და ჩვენ ხა ისეთი რაღაცები მოითხოვეს მათ, რომ მსგავსი კუთხით გამოცდილება არ გქონია და აქედან გამომდინარე. რა მოითხოვეს? აი, უნდათ უმი ვეგანი და ვეგეტარიანული საკვები. ხილი და ესეთი რამდენ კაცია ეს? ქორწილია? ქორწილი არ არის, რაღაცა ალაფუშეთის. უბრალოდ მიღებასავით არის ჯვრის წერა და თუ როგორ არის? იცით, აი ღიაცის ქვეშ უნდათ ალაფუშეთის მსგავსი და დაახლოებით აი თავისუფალი დასწრება, ანუ რაოდენობა რო ვკითხეთ, გითხრა რომ აი 300-დან 500-მდე, ანუ და სად გინდათ ეს ღიაცის ქვეშ? თქვა ამინდი გაფუჭდა რა შვებით. გეგმა ბერა არის. გვინდა აი ეს თეთრი ისენი რო არის, როგორც აი რაღაცას ეძახიან, არ ვიცი, გამჭვირვალე, როგორც აი პალატკები რო იყო ხომ აი ადრე. მაგრამ ძალიან უშნო იქნება ეგ. აუ სიძის მოთხოვნა ეგ არის, თორე შორნას ვაფშე უნდა და ის რა ქვია, ბადრი პატარკაციშვილის სასახლე რო არის, მანდ გადაეხადა ქორწილი. ანუ მის მეუღლეს უნდა ეს კი. და ტერიტორიულად სად? აი თემქის მხარეს რაღაცა დიდი სტადიონი არის. ხო და აი რაღაცა ოღონდ აი სტადიონი არ არის ჯერ შემოღობილი და აი მანდ. სტადიონი არ არის შემოღობილი და აი მანდ. და შემოღობოთ? აი ხო ისე უნდა იყოს რომ ხალხისგან იყოს იზოლირებული რომ აი მაგალითად ვიღაცას დანახვა არ შეეძლოს სტუმრებს აი გარეთ აი корпуსთან რაღაცა ისე უნდა რომ მაღალი კედელი იყოს დაახლოებით 1-5-6 მეტრი სიმაღლის. სხვა ალტერნატივა რო შეთავაზოთ სხვა ადგილი? აი ფიქრობთ ჰონორარი ახლა ჩვენ გვაქვს $300,000 და აი გვინდა რომ აი ამ $300,000-ში ჩავეტიოთ. ოღონდ ამაში არ შედის რა თქმა უნდა თვითონ აი მეფე პატარძლის ჩაცმა და ასე შემდეგ. მაგას დალი ჩიტალაძე ხელმძღვანელობს. კი ბატონო, მე მგონი უნდა შევხვდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია ტელეფონით რო გითხართ. თქვენ როდის გცალიათ? მე ხვალად შემიძლია შეხვედრა. კაი, მაშინ ახლა დავაზუსტებ საათს და დაგირეკავთ. ხო, კაი გენაცვალე. კარგი.
თამაზას გონია ხოლმე რომ იმაშია მართლა ორგანიზებაში ანუ და ეღადაო გითხარი რომ უთხარი ადამიანს ანუ ხო იყო ვეგანი თემა რომ თქვენ ეზოში გააქვთ პლანტაციები ხილის და ბოსტნეულის და იმის ეგ არის სასაცილო ვერ გავიგე ბიჭო ისე დავიწაპე ვაიმე 10 ჯერ გითხარი ყურში ეხა დაურეკოთ მოდი წამყვანები ვიპოვოთ ხატია შამუგია აი ხატია შამუგია რამდენად არ მიცნობს არ ვიცი მოდი ვცადოთ აბა ხატია შამუგია გამახსენე ხატია შამუგია არის სუნამოების დედოფალი ნუ სუნამოებში იყო დიდგანვე ალო გამარჯობათ ახატია მინდოდა ახატია გამარჯობა ჩვენ ვრეკავთ შორენა ბეგაშვილის ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებით წამყვანს ვეძებთ თქვენზე იყო საუბარი და აი თუ იქნებით თანახმა მარტში არის ქორწილი იცით რა მე შორენას მეგობარი ვარ და კი შორენა მითხრა რომ თქვენ მეგობრობ და ამიტომ მომცა თქვენი ნომერი რომ დაგეკონტაქტოთ იმიტომ რომ დუბაიში გაფრინდა თვითონ ვერ მოასწრო მაგრამ იცით რა არის მე დაგაკავშირებთ თქვენ არაჩვეულებრივი წამყვანები მყავს ორი გალა რატომ იცანი შენ უნდა დაგერეკა მაგითო გითხარი მომიცი თან როგორ მევასება ხატია დაურეკავდი ნახე როგორ ევასებით ჩემ თანაწამყვანს ეგ არის ჩემი პატარა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი შუში თვალები ვიყურებს აი რა უთხარი აგინე თუ აქე ვერ გაიგო კაი რაღაცას მეწოდა ვენაცვალე ანტორტინტო ტატუში ანუ აი როგორი მოусმინე როგორი ძახი ვინ მითხარი აი ანტორტინტო ტატუს ვენაცვალე რომ მაგას შემადარე ხუშად სიცოცხლის პიცავარ სულსა გააციცუდისტი აპარაკავდით მე და ჩემი მეგობარი გიგლოთ მაშინ რაღაცა ვყვებოდით რომ ეხლა უყურებთან რა არ მოგწოდა აი ეხლა თან სარეცხს პედი და უთხარი უნაკლო ამეთქი აი მოდი შევთანხმდით რომ ეს ბიჭი არის უნაკლო გარეკა თამაშ ჩემზე იძახენ შენზე არის შტეისაცი ჩემზეა საუბარი ვაიმე ნახაიძეზე თუ ჩემზე არა ორივე მაგრამ ნუ ჩვენ გიორგი აი ეს ხო ზრდილობიანი პას მოჩა უკვე აღარ მაგის სახელი აღარ მიხსენე ეს გაბრაზებული ვარ გადაცემა რომელიც არ გამომიტოვებია ვაიმე გვიყვარხარ და შეფასებით ძალიან დიდი მოგება. საკუთარი თავები იპოვეთ. ვაიმე ძალიან და მე მგონი შოუ ბიზნესით გავაცოცხლეთ რაღაც თავწაქცეული. და თან იცი რა მომწონს ძალიან კარგად გავფილტრა შოუ ბიზნესით. აი ვინ არ გოინდება და ვინ აი ზუსტად და ძალიან მომწონს და მინდა რომ სულ ესე გააკეთებოთ. ხატი საჩუქარი თუ გაქვს არჩეული უკვე რა უნდა აჩუქო საუკეთესო მეგობარს. რა ვიცი შორენა ბეგაშვილი რა უნდა აჩუქოს ადამიანს. ოქრო ალბათ. ოქრო მაგას ოქროები უყვარს. უყვარს მაგრამ იცი რა არის გულით ნაჩუქარი. შენც გიყვარს ხო ოქროები? მე ძალიან ხო და იცი რა ქენი ქორწილში რომ მიხვალ საჩუქრებთან დადექი და მან ბევრი ოქრო იქნება და 1-2 გამოვაყოლე გამომხები ჩვენთან ხო მოხვალ შენ რა თქმა უნდა ხო და ოქროები გაიკეთე ოქროს გარიკეთე და შენ დაბადების დღეზე არ მიკეთია ყოველზე ჩემ დაბადების დღეზე ისეთი მთვრალია ხალხი შენ ოქროს კი არა ვერაფერს მე მგონი ოქრო რო იკარგება თურმე ვის მიქონს მიაქ სახში ეხლა გავარკვევ ესე ხალხს ათრობს და ათრობს ხო დალია და მე ოქრო გააქვს ესე მე დამინახეთ ხატია შამუგია ხელზე რაღაცას ვხსნი და რომ დამინახა მე შემოშვა რას უნდა მოგასხია რა მითხარი შენი ქორწილი როდის არის ეს ცალკე გადაცემის თემა ვისია კალი ესე უნდა შემოგიყვანო გიორგი მანახა და ისე მომეწონა ძალიან კარგი ბიჭი არის აი ვენაცვალე ეხა ფოტოსაც ამოვანათებთ გადაცემაში ყველამ რო ნახოს შენ იცნობს ადამიანი პირო თვითონ ეხლა გაიგეთ ხო და საჯაროდ ამოვანათებთ გადაცემაში ფოტოს ბარემ აკრო გეჯდა ზალაში და როყვებოდი ამბებს დაგავ ნახე ვითომ არ ესმის ფოტოს ამოვანათებ არ უნდა რომ გაიგოს ეგ რო ფოტოს ამოვანა ალო არის თქვი რა სახელი და გვარი ხმამაღლა ეხლა ნახე ნუ გადაგკეთე იმათ სხვა პირველი ერთი როგორ რომ გადაცემაში დიდი ხანი იყოს გელაპარაკება და გელაპარაკება წავედი კოცნი კაი მიდი პაკა მადო ჩვენს გვიყვარხარ პაკა ესე იგი ხატიასთან კი არ გამოვიდა მაგრამ ნუ მაინც საღლიცინო იყო და მივჩეხავთ მოვჩეხავთ რა შეყვარებული გათხოვება მარტო მაგას დავტოვებ თუ რამეა ნაზღო სანამ შემდეგ სტუმარს დაურეკავ
მინდა გაგაცნო და ჩვენს მაყურებელსაც გავაცნო. შესულელო, გემა მე არ ვიცოდი, მაყურებელს თუ გააცნო. ჩვენი ახალი სპონსორი! გიჟდები. კბილეულობისა და სნეკების სამყარო. ეს არის კომპანია, სადაც შეგიძლია დააგემნო უგემრიელესი აი ქართული. გადახტი და ილივლივე. თან ტყლაპი, გიჟდები, მაგათ ტყლაპს და რაღაც. რატო ხახაზე ვიკრობა ხო მე ენი თაღიზია, ნე? აგდები ხომია. მე მიყვას გრილიაში. რატო გრილიაში? შენ ხო იპარავდი ხოლმე პროექტშიც მაგას. გრილიაში მიყვას კრეკერები და ეგეთ რაღაცები. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, ვინც ეძებს სიმშვიდეს და კომფორტს. ის მდებარეობს თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე და მისი მისამართია ვახტანგ გორგასლის 105 ნომერი. არ ვიცი ეს მე რამდენი სპონსორია, მაგრამ კიდე ვიტყვი. აი ამერია უკვე რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ასევე გიორგი პარის. აი შეგიძლიათ იმ მოგზაუროთ, იმიტომ რომ გაზაფხულიდან აი სასწაული არის პარიზში დასვენება. დავიწყარი მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად პარიზში. თან რო ჩადიხარ გიორგი პარიზი იქ ხდება კარგი მანქანით, თან ბილეთებში თან დისნეი გრიალი. ყველაფერი იცის პარიზში. მაშასე ყველა სპონსორს უდიდესი მადლობა რომ გვაფინანსებთ, იმიტომ რომ თქვენც იცით რომ თქვენი რეკლამა ჩვენთან ხარისხიანია და ნახვადია. რა თქმა უნდა. იგეც არის. გონია რომ ჩვენი თემები ამით ჩორნა ბეგაშვილზე შედგა. კი, ნაწილმა გვიცნო, მაგრამ მგონია რომ სახალისო იყო. ყველამ ვიცინეთ, ყველამ ვიღლიცინეთ. რა. თაკოს და ის კაცი ქმარი ყავს ხო დაგათხოვილია თუ არა? არა. თაკო დოლაბერიძე ელოდება ჩვენ ზარს და უკვე ფულს ითulis ესე. აი ესე ითulis ბუღა ტიკ 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 ამას ვიყიდი, მაია ბარათაშვილი იქ. ბაბაბუ იქ კულტურის სამინისტრო და სასახლე შესული ქალები რასაგულაობე? ხედავ. ჩემი პენსიონერები გიჟდა 350 ლარზე. გაგვდი საჭმელს აღარ ავჭამო. სამაგერო ცხის ქონებებს ხო კარგად აჭა. კაი, ეხა გლიცინი იყო, მაგრამ ქვეყანაში $300,000 დოლაბერიძე მისე გაატარა, გეგონება 3,000 ლარი. ეგრე იღებენ, ხო? ეგ შენ სხვა ცხოვრებით ცხოვრობ და ჩვენ ნორმალური ხალხი ეგრე ვცხოვრობთ. წუთიერი დუმილი გვინდებთ. მინერებს მიშლი დარეკ ახლა შენაგონია ის ხალხაზე ხათელი ცხომილი ხარ. მოდი, ეხა გადაობა იყო, გლიცინიც იყო. მოდი, ეხა გადავიდეთ სერიოზულ თემებზე, იმიტომ რომ როგორც არის ქორწილი, ასევე არის ტრაგედია. კი. მარკუს მეტრეველი დაშორდა მეუღლე. ამ ბიჭს არ გაუმართ. მე რამდენჯერ იმ პირველმა ყუთებში ესროლა და რაღაცეები. მარკუსის ლაპარაკზე სუმგონია პორნო რო იწყება. რატო? აი სალო. ვიღარ. აი შემოვდივარ გაიღადო, კი. აი გავიდა. ურეკავთ მარკუს მეტრეველს, რომელიც დაშორდა მეუღლეს. ეხა ყურე მარკუსის ხმა. თუ აიღო დუბაიში არის წასულ, რაც დაშორდა ცოლს აი წვიტა. დუბაიში. ალბათ ამღერებენ. ალო, მარკუსი მინდოდა? გისმენთ? მარკუს გამარჯობა, ჟურნალი დაბრუნება ედემში. გავიგეთ თქვენი ოჯახის ამბავი, რომ მეუღლეს დაშორდით. დაბრუნება საათ? დაბრუნება ედემში. მაროს და ვისენაკაც მაბრუნებთ ედემში, ამიხარი. არა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ოჯახური ამბები, ესეთი ნიუსის ვართ ჩვენ სოციალურ მედიაში და გავიგეთ, რომ მეუღლეს დაშორდით. რა ბედნიერია. საიდან გაიგეთ? გავიგეთ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. გარდაცვალი მომდე იმ ქალმა დაწერა. ხმერთო. ნელი ხმა. როგორ შეიძლება გადაგმარი? კაი. რა უთხარი აი. ახატია და აი. გაიგე რა თქვა? რა? რომ გარდაცვალებამდე დაწერა სტატუსიო მეუღლემო. აი რა საზღარია, აი რა საზღარია. და თურმე ეს ხო მოკვდა და ამან მოდელურად გამოიარა და კარები მიკეტა. ხსემ იდიოტო. არ გაღირსებ და ეხა მითხარი სანამ არ გვაღირსებ და გაღირსებ და ჯანდაბა, მართალია რომ დაშორდი მეუღლეს. მართალია კი. თან იძახშა რომ ჩავიცვით. მიცვალებული ტაქსით გაგწა. მიზეზი დაშორების მარკუს რატო დაშორდით ერთმანეთს? მიზეზი? მიზეზ მერეკე. გაუგეგმავი ფეხი. არა, მაინც გითხარი. გაუგე
მოვიფეხი ფეხი მოყვაო. არანაირი მიზეზი არ აქვს გადა იმისა, რომ რაღაც ახალ ეტაპზე ვართ ორივე. ანუ ეხლა ხარ კარგ ეტაპზე ის სახლი რო აი ეს აგარაკი რო გაგიკეთეს, გაგირემონტეს, კედლები კარგად ავეჯი შეიტანე. კაი მოგზაურობებში იგრიალე, ეხლა აღარ გინდა ისე პირადის ხო, სოფელში სახლი გაარემონტებინე მხარს, სიბერეში აქ ვიცხოვრებთო. ანუ შენი აზრით მე რა ვსწავლობდი? ანუ აგარაკი და სოფელი ერთდაიგივე არ არის? მომიწმინე ეს ქალაქი. თემქან მოგო რაღა უნდა დავბერდე. ორივე ერთად რატო გაარკეთეთ? აი რატო? მიზეზი რა იყო? ორივე ერთად ვაკეთებთ ამაშენებით ამაგარაკ. ვისი ფული იყო? ეხლა შენ თუ აგურძდებდი სხვა რაღაცა, ფული ვისი იყო? ორივე, რა თქმა უნდა, ორივე ერთად. 10 ლარი შენი, 100,000 იქით. რატო გონია რომ ეს ბენზინის ფული იყო შენი, იმაში რომ გადიოდი სადმე სავაჭროდ და იქ დანჩენი ბარათზე ტიკ 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 ტიკ. ვინ მოგიყვეს საერთო ინფორმაციები? ხო და შენ მე ხა თქვი რომ არისო ესე და მოყევი ფაქტები. არა, რა თქმა უნდა ესე არის, ხო? ჩვენ ორივე ძალიან დიდი რესურსი მოგვიწია რომ ჩაგვეძა ამ ყველაფრისთვის და დღემდე ვაგრძელებთ განვითარებას და დღემდე გიშენებს სახლს, მესამე სართულზე. არა, არავინ არ მიშენებს სახლს. ჩვენ ორივე მეტად ავაშენებთ. ის მანქანა მართალია რომ მეუღლემ გიყიდა? რომელი? აი ეს ბოლო მანქანა მერსედეს. რომელი მეუღლისგან რომელი მანქანა? ისე კი გამოდის ისე რომ მთელი ცხოვრება არაფერი არ მიკეთებია, არ მიშრობია და ყველაფერი ყველა მიყიდა. სად არის ეგ? ძალიან მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ენა ჩაიგდე ხა, ხო ვიცითო შენ ეხა სულ კაი საჩუქრებს ეხლა ნერვებზე არ მომშალოს, ყველაფერი არ მოყვი, არ მომაღო პირი. არა, თუ ვირმეს აქვს ამ სურვილი გამოუშვეს არა ბოლო. ისე ბედნიერი ხარ, ესე იგი როგორ გიხარია რომ დაშორდი, ესე იგი დაინგრა ეს ოჯახი. არა, რა თვისულელია, მე ძალიან პატივს ვცემ და ვაფასებ და ესე იძახე ხომ, ყველა ურთიერთობა რო სულდება, მე მოგებული ესე იძახის ხომ. აი ძიძები უნდა ის მართლა ყოველთვის გაგემეთ თვალს და ისეთი პოზიტიურები ხართ რომ აი ხოჭა მე ვფიქრობ თქვენი გადაცემა უნდა გავიდეს უკვე სატელევიზიო ვერ გაგვიქაჩავენ, ისეთი გაჭირებულია სატელევიზიო ბადეში ხალხი, რომ ჩვენ ვერ გაგვიქაჩავენ აქ ფინანსების გადახდას. ჩვენ ხორი მოდელი ვარ და მაგის სამოდელოს აგატომ დააფინანსოს, უთხარი. თვითონ კარგი აზრია, ხოთერში მაგაზე ვიფიქრებს, ხოთერში თქვენი ოღონდ ეხა მოდელებს ნუ შემოგვიყრი ახლა სტუდიაში უკან დაგვიყენეთ ფონი. ამას გამიხილავ. მე ხო იცი, სადაც ოკეი, დავждები. მარკუს, მადლობა რომ ისე გვიპასუხე, მადლობა რომ აგვყვები. მადლობა თქვენ ესეთი მაგერები რო ხარ წარმატებული. ერთი აკაპელა ამღერი მაგის ხმაზე ვიждები. ეროსო და ეგ არისო. მაგის ხმაზე ვიждები. დრაგორია კომა. მაგე კომაო, კომა, აი, კომა. სულ ყველა ემეგეცია, კომა, სიკვდილი, გაჟონვა, ინსულტი, კომა. ვაიმე. მარკუს, კარგა, თორე ეს არ გაჩერდება, პაკა. ესე იგი, ნამდვილი ამბავი გავიგეთ, რომ და დაადასტურო მარკუს მეტრეველი მეუღლის დაშლა. მაგრა ვატრიე. ნაზღო, ჩვენს გადაცემაში ესეთი სასწაული კოსტუმები რო გვაცვია, ეს ყველაფერი ქალბატონ ნელის დამსახურება. ნამდვილად. თუ გინდათ კოსტუმების ქირაობა, ესტუმრეთ მარჯანიშვილზე უზნაძის 59 ნომერში. და აქვე ტელეფონით ნომერი არის 593 38 22 24. დღეისათვის ზარები, მე მგონი საკმარისზე მეტი იყო, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ექსკლუზივიც გავიგეთ, მარკუს მეტრეველიც მეუღლეს დაშორდა, შორნა ბეგაშვილის დაოჯახებაც გავიგეთ, იყო ღლიცინი წილკივილი, მაია ბარათაშვილი გველოდებათ, აკუბე დოლაბი. ანუ რა ჩამოთვლი, არ გინდა დაანებე, თავი ახლა კიდე ახლა სტუმრის დროა და ჩვენი სტუმარი არის განათლების რეფორმის ექსპერტი ხატია სიჭინავა. მაშასე მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ხატია სიჭინავა, ადამიანი, რომელიც ვთვლი რომ იუმორში არის ფანტასტიურად, იმიტომ არაერთხელ დაგირეკეთ და რამდენჯერაც გვიპასუხე ფანტასტიურად აკვევი იუმორში. ხო და თან მით უმეტეს არ ვიცოდი ვინ იყავით, მართლა ცოტა ყრუყოფილ ვარ, გავარკვიე არა, ამას. ჩვენ ვცდილობთ რომ ხმა შევცვალოთ ხოლმე. ანუ ხან გამოგდის, ხან არ გამოგდის. მე ვუყურე თქვენს გადაცემას და არაფერი არ ქონდა შეცვლილი, ასე რომ ეხლა არ გინდა ეს. კაი, მითხარი პირველ რიგში როგორ ხარ? კარგად, ფანტასტიურად რა. მე ყოველთვის კარგად ვარ, ხო იცი? საქმეები როგორ მით რომში იყავი, ხო? რომში დაიწყე. რომში ვიყავ. ნუ ცემის გარდა რომშიც დავდივარ. აი ხე, შენ თვითონ იწებ მაგთები, ტექტემა კი სადღაც მქონდა ქვემოთ ჩაგდებული, მაგრამ მოდი აი დავიწყოთ მე მგონი უყვართ რაღაც, აი. ეს ხელოვნური ინტელექტის ფოტოები. ხო. აი ხე, როგორ იყო? შენ უბრალოდ გააკეთე და იფიქრე, ვერავინ ვერ მიხვდებოდა? თუ თავიდანვე ისე დადე, რომ ყველა მიხვდებაო ამ ფოტოებში? რა უნდა? მე ხო არასდროს არაფერს არ ვმალავს. სხვა შორის ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, სადაც
სადაც მკითხეს რა აი რამეს როდებო ინსტაგრამზეო თუ ითვალისწინებო შენს მაყურებელს რა რეაქცია ექნება და როგორ მიიღებს ამ ამბავს აი როგორ შეიძლება რომ ეს გაითვალისწინო აბსოლუტურად ყველას ექნება სხვადასხვანაირ მაგას ვერასდროს ვერ მაგრამ ეხლა უყურე ის სურათი ერთ-ერთი მაგალითად ფოტო ორი სათვალე არა ერთი გიკეთია და ერთს იკეთებ ხო მე არ შეიძლება ეგეთი ფოტო გადავიღო რომ ერთი მიკეთია მეორეს ვიკეთებ რა ნიშნავს ნუ იგონებ ეხლა არტეტი ფოტო არ აგებ ჩამოუყევი შენ მთლიან არქივს არც და ჩარევოდი და უცებ დავიცდა სათვალე რომ უკეთია და მე და საერთოდ ეხლა ძალიან მოდაშია მატრიცა ყველა მაგაზე ღაღადებს ხო და ეგ მატრიცაში მოხვდი უცებ და ეს ორი კადრი ერთმანეთში აისხლიდა ხო მე ხო დადე აისხლიდა ერთია და დადება ხო მეორეა ხო იცი რა მე მართლა გეუბნები რაც მომწონს მე პირადად რაც მომწონს ჩემი კომფორტის ზონაში ვცხოვრობ გიო ანუ არასოდეს არ ვფიქრობ შენ რა მოგეწონება თავი მე მომწონდეს და მე ვისწორდება და რა მითხარი კიდე მაშინ ხალხი რო გიკომენტარებს იქ რომ აიმე რა კაია და მაგარ ადგილას ისვენებ და რაღაც და შენც რო იფერებ სად კომენტარებს გიწერენ ინსტაგრამში კომენტარებს არ მე კომენტარებს არ ვკითხულობ ხო იქ წერენ რომ რა კარგი ადგილას წასულ ხარ კარგი დასვენება და ხალხს გონი ხარ ალპებში და მთელი ამბები არ მგონია რომ მაგ ფოტოს ქვემოთ ეგეთი კომენტარები იყოს მაგრამ ნახავ აუცილებლად და წილკივილია რომ სუდადებითია მართლა დიდი რა კარგია არა ისე ძალიან მგავს თქვი პროსტა რომ სათვალე რომ არა ვერ მიხვდებოდი მე ვიყავ მე მგონი შეგვაშურა რომ ორი სათვალეა არა სათვალე და არა ჩვენ რომ ნაყო რამდენი მაგ სინამდვილეში არა სათვალის გარდა ერთი ფოტოა მაგალითად ჩანთაგა გადაკიდებული და ამ ჩანთას მეორე ბოლო არა აქვს მაგალითად თოკის მეორე თვალი გაქვს ჩხილების ამბავი იყო ხელთათ მაშინ ერთში გაქვს არ დაგიდე მე შემდეგში ხო მაგრამ ნახე როგორი ფოტო გაქვს დადებული ერთში გაქვს ჩხილები ამ ხელთათ და მეორეზე არ გაქვს აუ კი არ დავკვირვები ვარ რეზოსაცილო მე გოი ჩვენ უნდა გითხრა ხო ის არა დადებ შევამოწმოთ ფოტოები მე ცუდად ხედავს ხო შორს თვალს დამაკალ და ის საუბრისას აღნიშნეთ Facebook-ი არ გაქვს არა მაგ Facebook-ი მაქვს ოღონდ არ მაქვს ანუ რას ნიშნავს აპლიკაცია არ მაქვს არასდროს არ შევდივარ შიგნით მაგრამ ვინაიდან ჩემი შულების სკოლაში მესენჯერი აქვს მშობლებს სადაც აუცილებლად უნდა ვიყო ამიტომ იძულებული შევიქმნი რომ ეს დამეტოვებინა ეს საიტი არ დამეხურა და ის არსებობს ხო შენ შეგიძლია Facebook-ი არ ქონდეს და მესენჯერი დამოუკიდებლად მესენჯერი მაგ დამოუკიდებლად ან Facebook-ი ვარ საერთოდ Facebook-ი არ შევდივარ არა ხო ჩემი აკაუნტია ჩაოლებრივად უბრალოდ არ შევდივარ შიგნით და Instagram-ს გადააქვს სტორები თურმე ამ Facebook-ზე და ვითომ არა აქვს ვიღაცა მოიცე თუმცა არ ხარ Facebook-ში მაგრამ Facebook-ში ხარ ყველაფერში ანუ აბსოლუტურად ყველგან აი მაგალითად ბოლო თემა განათლების რეფორმაზე რო ისაუბრე ეხლა რაც შეეხება მართალი არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის მაგრამ გადასარევი რეფორმებია რა ქენი ამ განათლების ნახე რა წაიკითხე თუ არ წაიკითხე წავიკითხე და რა წერია ძალიან კარგი რეფორმები ტარდება არა როგორ არა მაგ შორის განათლების მინისტრთან მქონდა რამოდენიმეჯერ ჩემ თემაზე შეხვედრა მე სხვათა შორის იუმორი კი ძალიან მიყვარს და ყველას გონია რომ სულ გაიხასიათზე ვარ მაგრამ საკმაოდ სერიოზულ თემებს ვეჭიდავები როგორც ოდესღაც 2005 წელს იყო ეს ჩემი თავი აღმოვაჩინე ტელევიზიაში და მეგონა რომ ეს იყო ჩემი მოწოდება და ნუ აი ძალიან მომწონდა და ძალიან მიყვარდა აღმოჩნდა რომ ეს თურმე იყო იმ ეტაპისთვის ჩემი საქმე და ამ ეტაპისთვის ბევრად სერიოზულ საქმეში ვარ და უბრალოდ ვცდილობ რომ საერთოდ ესეთი გამონათქვამი არსებობს რომ ვინც ძალიან ბევრს იცინის იმას ძალიან დიდი სევდა აქვს რა ანუ და არა მგონია ჩემთანაც ამ კონსექსებს დაქონდეს სულ გაგრიჭებულია ცხენი ხო მაგრამ ნუ ეხლა რა თავის პრობლემები ყველას აქვს მაგრამ მე არ მიყვარს ზოგადად პრობლემების აფიშირება და რა ერთ-ერთი განათლების რეფორმიდან ძალიან მომწონს რომ წიგნები როგორც საჯაროში ასევე მაშინ კერძო სკოლებში შევა ერთი და იგივე და ჩვენ ეხლა კერძო სკოლებში ვისაც დაგვყავს მაგალითად ბავშვები ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი შულები მყავს როგორც იცით და კერძო სკოლაში იმხელა გადასახადი არა პრობლემა უნდა იყოს წიგნებს ცალკე ყიდულობ ანუ მიხდი რა 8000-ს რო იყდი მაგრამ ის 10 წიგნით იყიდე და გეგონოს არც ეგ არ ჯდება ცოტა როცა სამი შვილი დაკავს სკოლაში და მეოთხე უნდა მიიყვანო მეოთხე ჯერ არ დადის სკოლაში და ხო ისე 4 ყავს სამი გოგო და ერთი ბიჭი კი ხო და წიგნების ფორმების მე ვფიქრობ რომ მოსწავლეს უნდა კონდეს თავისი ესთეტიური სახე ხვდები ანუ აუცილებელი რომ ბავშვი ეცვეს ფორმა მე სხვათა შორის ესე შევარჩიე სკოლა რომ ფორმა მე რა ფასიანი ეს ხო უნდა იყიდოს მშობელმა ნუ ახლა ფორმა ერთჯერადი ხარჯია ხვდები ყიდულობ რამოდენიმეს და მე უკვე ხო გაჩე რა ფასი ექნება მაგ ხო მაგრამ გიო იცი სამი გოგო ჩვენი სერვიჭი და რა სკოლაში გასახში ისკვეცვა ხოლმე
სხვათა შორის მეც ძალიან მომწონდა სკოლაში ფორმით მოძრაობდი, იმიტომ რომ ჩემ დროს საერთოდ არ იყო ეს თავისუფლება ეხლა რაც მე მგონია ვიღაცამ აი ძალიან მაგარი ბიზნესი მოხდა და ფორმებს კერავს და იმენა წარმოიდგინა. არა, ფორმები აქვს რამოდენიმე სკოლას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უკვე ერთიანი სახე იქნება. და უნივერსიტეტების გაერთიანებასაც ალბათ თავის დატვირთვა აქვს, თუმცა ეს ღრმად ეხლა მე მაგ თემაში ნამდვილად ვერ შევალ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების რეფორმაზე ვისაუბრო. ამაზე ჯობია პრემიერმა და თვითონ რექტორებმა ჟურნალისტიკა. ისა უნივერსიტეტი? სირი აკადემია. ოკეი. კაი, მოდი, რადგან შენ ახლა ისაუბრე ხასიათზე, შენ თქვი რომ ხალხს გონია რომ სუმხიარული ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ მძიმე ხასიათიც რაღაც მომენტში, მძიმე საქმიანობიდან გამომდინარე, რაღაც მძიმედ ხარ ხოლმე რაღაცებში. მაგრამ შენმა მეუღლე ერთ-ერთ გადაცემაში, ჩვენ ხე გადაცემებიდან ამოყვრით ინფორმაციას, ჭორებს არ მოვიდნენ. ერთ-ერთ გადაცემაში თქვა ესეთი რაღაცა, რომ ხატიაო არიო, როგორ თქვა, რაღაცა რუსული სიტყვა გამოიყენა. სერვა აი ეს იყო ჩემი სატელევიზიო იმიჯი, ოდესღაც, რაც ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ არის და იმედი მაქვს, რომ არ შემჩა და დღემდე არ მომყვება. არა, ვერ ვიტყვი რომ. ცოტა ისეთი თვალებით გადმო. აი, ისეთი ცუდი რაღაცები მაქვს გამოწერილი, თორემ რომ აი ჯერთან დასაწყისია, ხო? და ვიხოდები რომ რაღაცები წამო. ეს ეხლა ხან თქვა, ანუ ახალ ინტერვიუში თქვა. არა მგონია რომ ახალ ინტერვიუში. პოსტივში იყავი, ღამის შოუ იყო, ვიღაცა. ეგ ძალიან ძველი ინტერვიუა თან და მაშინ ჯერ კიდევ სამი შვილი მყავს და თან სწერვა თქვა, არ ვიცი ნუ ეხლა შენ ეხლა სამი შულს ისე იძახი, შენ ისეთი სისტრაფით აჭენ ბავშვებს, ეხლა სამი შული არ არის ძალიან გვიანი. მე გავამრავლე უკვე ქართველიერი და აღარ ვაპირებ მეტის გაჩენას. ჩემი დავალება შევასრულე ერის წინაშე და სამშობლოს წინაშე. და მორჩა მეტი შვილი? არა, ხო, 4 საკმარისია ჩემი აზრით. ისე როგორ ხარ აი ეს ბულინგი რომ მოდის, სულ რო გარჩევის საგანია შენი ყველა კომენტარი. ეხა მაგალითად ერთ-ერთი მახსენდება ძალიან ბევრი ვიცინე მანქანით რომ მოდიხარ და რო იცახი რომ ინდოელებს უნდა უკრძალონ რაღაცა პლოტები. ჩვენ ეს უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს აუცილებლად, სხვა გზა არ დატოვეს უბრალოდ. ჩვენ მეგობრებო უნდა გავიდეთ ქუჩაში და მოვითხოვოთ რომ ყველა ინდუს, რომელსაც აწვია რეზინის ჩუსტები ამ სიცივეში, აუცილებლად მოეთხოვოს რომ ჩაიცვან თბილად. მე ვფიქრობ რომ ნუ აი არ ვიცი ეს არის ყველა უბნის პრობლემა ეს მარტო ჩემი უბნის პრობლემა არ არის ყველა უბნის პრობლემა არის და ნუ ჩვენ აუცილებლად ყველანი გარეთ უნდა გამოვიდეთ ამის გამო ვიცი არ ვიცი მე ვცხოვრობ სოფელ დიღომში რა მოკლედ და იქ რომ აი ძალიან ბევრნი არიან უბრალოდ რა და რომ გამოვდივარ და რომ ისე შენს გაწუხებს ხო აი მაგათი აი სულ მინდა ხო იცი რომ გავაჩერო და ვკითხო ფეხზე არ ქცივა შვილო აი რატო არ გაცვია ფეხ ზემოთ რო დუტიგად ფეხმა რა დაგიშავა იმენი ხანია უკვე აქარია გეწყვეტ რო არ გქცივა ხო გარ მართლა მართლა გაღიზიანებს ახე ფეხში არ მაღიზიანებს რატო უნდა გამაღიზიანოს ნუ თუმცა რაღაც მომენტში ალბათ მაღიზიანებს კიდეც რომ ძალიან ბევრნი არიან უკვე და ნუ ფაქტიურად მე მგონი ცოტა ხანში ჩვენზე მეტნი იქნებიან უმცირესობაში ვარ ანუ გავყაროთ ახლა გავყაროთ თქო თლად ვერ ვიტყოდი გავაძეოთ არა რაღაცა შეზღუდები უნდა იყოს რაღაცა შეზღუდული უნდა დაუწესოთ იცი რა მითხარი აი ხატია თუ ამ კანონს ჩაიბარებს ეგ არწმუნებული ვარ რომ ორ სამთეში რიგებში წინო დგას რომ გავაძეოთ ან ჩაიცვან მაგის დრო და სურვილი არა მაქვს ნამდვილად იყვნენ როგორც არიან რა უყოთ მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა მოვუყერო ნიკო რა არის ჩემთან ესე რა ქვია დიდი სუპერმარკეტი და ერთხელ მე და ჩემი ქმარი შევდივართ და უცებ გავიხედე და ჩვეულებრივად დამხვდა ინდური ფილმის გადაღება მეგონა, იმიტომ რომ ეთყობა რაღაცა ის ქონდათ დღესასწაული და ფორმებში და ნუ აი ძალიან ინდური კაბებით და ეს თეთრი ისინი რო აცვიათ ხო ხალათები და რაღაცები მართლა ვიდექით და ესე ვუყურებდით რომ აი ესეთი რაღაცა ლამაზი სანახაობა ანუ შეუძლიათ რომ ლამაზებიც იყვნენ მაგრამ რატომღაც არჩევენ რომ დუტი და პლოსტებით ეხლა მითხარი შენ რადგან უკვე ინდოეთზე გადავიდეთ მაგრამ მეზობელ ქვეყნებზეც გადავიდეთ ხელოვნური ინტელექტი თქონდა კიდე ტრამპზე გაკეთებული არა ტრამპზე მე მაგალითად ხელოვნური ინტელექტი შენგან გავიკე არც ვიცოდი მაგას ანუ მასიურად კი მართლა აი ხო ტრამპზე ქონდა კიდე ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ვიდეო ტრამპს რო ეცეკვები ხო და ის ანუ ტრამპი გიყვარდა შენ ხო მიყვარდა რას ნიშნავს ანუ ეს როგორც მამაკაცი არა მიყვარს გიყვარს ისე აბა რუსეთში რას დადიხარ რუსეთშიც დავდივარ ყველა ქვეყანა მინდა შეხვალ ახალი კანონი ამერიკაში ამერიკის საელჩოში რო შეხვალ 5 წლის განმავლობაში შენ არქივს ნახულობენ სოციალურ ქსელებში მე ვიცი, იმიტომ რომ ბავშვი გაუშვი ამ საფხულში და რო შევიდა ვიზის ასაღებად, ბავშვს რო ეკითხებოდნენ, ანუ კითხვებს რო უსვავდნენ, გაშლილი ქონდათ ლეპტოპში მისი ინსტაგრამი და ფეისბუქი და ყველაფერს მოსკოვში დგახარ ამ იმით ტელეფონით ხელში, ახლა რა გიშველება? არაფერ რა, სულ ვფიქრობ რომ საშველი მაქვს რამე რა ვიცი. არ გიდა ამერიკაში?
როგორ არ მინდა წავალ კიდევაც იქნებ ტრამსაც ვეცეკო შეუძლებელი არაფერია ხო იცი რა პუტინს ეკვე მაგაზი ჯერ ხელოვნური ინტელექტიც არ გამიკეთებია. იცი რა მითხარი. ამ გადაცემის პერიოდში რომ იდება ვიდეო. მოსკოვში რო იყავი ჩასული. შენ გქონდა ვიდეო, კრემლის წინ დგახარ და ტელეფონით აჩვენება სოხუმი საქართველოა და ბევრი დროში. და მე რამდენ ხანში გადახვედი. იმის გონია რომ ესე არ ვფიქრობ. რაში გადავედი? გუმში საბჭოთა ცენტრში რამდენ ხანში გადახვედი იქიდან. გამოსული ვიყავი უკვე იქიდან ეგ რო გადავედი. ანუ კარგი ხასიათი ჩაწერე. წინ მგონი პროტესტ ვერ დააფიქსე. ვერ დააფიქსერებ ეგრევე დაგიჭერენ. ანუ მე მინდოდა რომ დროშა გამეშალა, მაგრამ დროულად გამაფრთხილეს რომ როგორც კი დროშას გაშლი, აქედან ქმარიც ვეღარ წაგიყვანს. საქართველოს დროშა რო გაშალა. მინდოდა ხო რომ აი კრემლის წინ საქართველოს დროშით გადამეღო ფოტო, მაგრამ ნუ იმიტომ მიჭირავს ტელეფონი ხელში რომ ტელეფონზე ვერ დამიჭირე. რუსეთში გავლენებია აქვს? არა, ქმარიც ვეღარ წაგიყვანს რუსეთიდან სახლშიო, ანუ დაგაპატიმრებენო და ანუ გავლენები არ აქვს. გავლენები არა აქვს. ვიცი რისთვის იყავი მოსკოვში ისე საგრიალო თუ? არა, იცი რა, იმდენი ხანი მეზახდნენ რუსეთ უმეს რომ ბოლოს ისე შევწუხდი რომ ვიფიქრე რომ ნანახი მაინც ბარემ იქ მოხალხება მომცენ ამ რუსეთის. ნანახი მაინც ხო უნდა მქონოდა რომ პირველად იყავი მოსკოვში? პირველად იყავი ხო, ანუ ისე რომ გააკეთე საზღვარი არ გადამიკვეთი არასოდეს. რუსეთსა და სხვათა ძალიან მომეწონა თუ ეხა მოსკოვს გულისხმობთ მართლა ძალიან მოვლილი დავარცხნილი და ძალიან ლამაზი. თუმცა საქართველოს დროშას არ გაგაშლევინებთ თეთრი ფურსი არ არც ერთ დროშას. არც კიდე მიდის გემილად რუსული სიმღერები. რა კაია დავარცხნილ ქალაქში და ყველაფრის აკრძალვა რო. ხო, არა, მოედანზე, წითელ მოედანზე ვერ გაშლი ვერც ერთ დროშას. დამიჯერი სხვა ქუჩებზე გუდაურში ეგ არ ვიცი. ხო, გუდაურში ეწერათ რუსეთი ოკუპანტია. და სახელმწიფომ ჯარიმები ჩამოურიგა. ეს ხო ჩემი არჩევანია, მე რას ვთვლი რომ თქვა რუსეთი ოკუპანტია. მე ალბათ ჭორის დონეზეა. არა, გადაცემა იყო. და დააჯარიმეს რესტორნები რა. მე რა ვიცი რუსეთი ოკუპანტია წერია მთელ ქვეყანაში ყველა კედელზე და არავინ დაუჭერიათ ჯერჯერობით და მაგათ დაიჭირეს. ამერიკა თუ რუსეთი საცხოვრებლად? ამერიკაში არ ყოფილვარ ჯერ. მაგრამ ნუ რაც ეხა საცხოვრებლად მე ამერიკაში ვერ ვიცხოვრობდი, იმიტომ რომ ჩემი და ცხოვრობს ამერიკაში და იქაური ტემპი ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. რუსეთში არ ვიცი რა ტემპით ცხოვრობენ, მართალი გრა არავინ ჩემიანი არ ცხოვრობს და არ ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ საცხოვრებლად საქართველო. მე ვფიქრობ რომ აი საქართველო ფანტასტიკურ ქვეყანაში აი რომ მოხდეს ისე რომ საქართველოში არ არის. რას ქვია არ არის? ნუ არ არის რა, ნუ რაღაცა არა, მგონია მე ასეთი რეალობის წინაშე არ დავდგები. გაიძულეს რომ რაღაც დროით გაიძულეს რომ უნდა გადახვიდეს საცხოვრებლად ან რუსეთში ან ამერიკაში რომელშიც ახვალ. არც ერთში მე დავრჩები საქართველოში. არა, ან მოკლედ მარცხვანერად გეტყვი. არა, უწი და აღდგები ვარ, არ დავტოვებ საქართველოს, იმიტომ რომ აი დროები. აი მაიძულეს კი არა, რომ მითხრან, რომ ამერიკაში გამზადებული სამსახური და აწყობილი ცხოვრება და სახლი ან რუსეთში იგივე გელოდებაო. არ დავთმობ, იმიტომ რომ მართლა სადაც ვიყავი, ეს ქვეყანა არის ჩემზე ყველაზე მორგებული, ჩემთვის ყველაზე მორგებული და აი რა ვიცი, ძალიან კომფორტული ზონა. თან ახლა გენაცვალე ხატია კარგად ცხოვრობს საქართველოში. შეგინა გადაცემაში შეგშურდა გონება დაიწყე ჩამ ამას უყურს უბრალოდ დიდი ღობში ორი ბინა ვაიმე არ შემეძლია აიმე სასწაული ერთმანეთზე მიწის ნაკვეთები დედას გეფიცები ზოგი მიწის ნაკვეთი მეც არ ვიცოდი რომ ნახე ძალიან მე აქ ისენი ამოვიღე მაგრამ შენია ხო ნამდვილად ისე ნუ ოჯახის ანუ ქმრის ჩემი მაგრამ არ არის რაღაცები რაც არ ვიხარ ჩემი ქმრის რაღაცა ის არა არ ვიცოდი რაღაც ზონები მოკლედ წავკისი არ არის ეგ არის კიკეთი აი ენა მიყივლა ის წავკისი წავკისიც მექნება კი სამლადებენი აი სახლები საიდან დაიცადე ჩარ თავარი ბიზნესი აგრძელება მეტალოები აი ეს მეტალოები არ ვიცოდი ხო ძალიან გამიხარდა რომ მეტალოები რა მეტალოები ქარხანა კარფანჯა დედა რომ წოდოდა ხო ჩავსავდი ფანჯი დაგირეკავდა სიგარეტის ბიზნესი ოჰო ეგ არისო ეხა ნუ იგონებ რაღა ისედაც გაგიჟებულია ეს ხალხი არიცი მაგრამ იმო მეუღლე გიმალავს კითხი აბა შეიძლება ხო ცალკე აქ რაღაცა ბიზნესი შემონახული არა ზუსტად ვიცი არა ფერი მსგავსი არა დედამთილის სახელზე ხო არ არის არა ის დედამთილის სახელზე ისე დედამთილთან როგორი ურთიერთობა დაალაგე ურთიერთობა გადასარევი ფანტასტიკი თუ ისე არეულად ისე არა ფანტა რაღაც დროს არევა გიო ესე იგი ახალი ზალი იყო თავიდან რაღაცა იყო ალბათ და მე თავიდან ეხა ეს ისეთი იყო ხო ხედავ ქმარის წერვას და ეგეთი ხასიათი ქონდა და ალბათ დედამთილსაც შეეშინდა იცი რა რო შეხვედი ოჯახში გამიჯერი ჩემი დედამთილი არ არის ის კატეგორია ვინმესი რო შეეშინდება ვიცი როგორი კონფლიქტი ქონდათ მართალი ეს ამბები რომ მაშინ დედამთილის გამო კინაღამ თქვენი ურთიერთობა დასრულდა არა ნახე როგორი რაღაცა არის
ჩემი დედამთილი არის ჩვენს წინ ძალიან წინთაობა მოკლედ რა. ეხა და მთელი საქართველოს ყველა უსაქმური რო გირეკავს რომ ეს გოგო ძლად არ შემოუშვა, ისეთი საშინელი გოგოა და ასე შემდეგ. ეხა არ იყო გასაკვირი რომ რა თქმა უნდა ქალს ქონდა უკუ რეაქცია და არ უნდა ძლად. მაგრამ მე ისეთი კარგი გოგო აღმოჩნდი რომ ეხა ძალიან დაალაგებული და კარგი აი რაში გამოიხატება კარგი გოგოობა? კარგი ცოლი ვარ, კარგი დედა ვარ, კარგი მეოჯახე ვარ. ეგ შენი ძაღლი, შეიძლება სხვა არ იძახის მაგას. სხვა როგორ დაიძახებს, ახლა მე ვიცი ყველაზე კარგად ჩემი თავი და მე ვიცი ჩემი ფაქტია რომ თვით 20 წელი შეფასება. ერთად არიან. არა, 15. ხო? 20-იც იქნება, 30-იც, 50-იც და 100-იც. კი, 15 წელია. მე მგონი მოხარშულია. გამზადებული, მოხარშული ეგ რაღაცა, ისე იძახის 20-30 ჩამოთვლილია. მე როგორ თამამაწყობია ხოლმე? არა, უბრალოდ მართლა, აი რა ვიცი, მე ჩემი ქმარი, ზუსტად ჩემი მეორე ნახევარია, ალბათ ცხოვრებაში ძალიან ძნელია იპოვო შენი მეორე ნახევარი, რომელიც ხასიათებით, რა ვიცი, ყველაფრით ცხოვრების წესით, აი ყველაფრით რო გესადაგებოდეს. ცალკე ბევრს მოგზაურობთ ხოლმე თუ სუერთად დადიხართ სამოსტო? სუერთად დავდივართ. ცალკე რატომ თქვი? ერთ-ერთი ინტერვიუში ძახის რომ აი ჩემი ქმარი ცალკე რო წავიდეს სამოგზაუროდ ბიჭებთან ერთად წავიდა, არა, წავიდესო, არა, წავიდა, მაშინ და რომ მიდიოდა, მაშინ უთხრა ეგ. ხო, მაგაზია. ან რო წავიდესო. თუ თქვათ იქო წაიგულა რომ მე მაგაზე პრობლემა არ ხარ. ხათი იძახს ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ჩემი მეუღლეო. მითხარით და გაგცემთ პასუხი. არა, გეტყვი. შენ მაინტერესებს რამდენჯერ წავიდა მარტო. არა, მოიცა ერთ-ერთ გადაცემაში, შენ იძახი რომ ჩემი მეუღლეო, ეხლა ხან წავიდა თავის ძმაკაცებთან ერთად უცხოეთშიო და რომ მიდიოდა, მე უთხარი პირიქით რომ რამაზ იგულავე, იგრიალე, არაფერი არ დაიკლო, ყველაფერი თავისუფალი ხარ, მაგრამო ჩემი ინტუიციითო, მეო ზუსტად ვიციო რომ პირიქით მოხდებოდაო, პირიქით და მე რო ჩავიდა ყოველ 5 წუთში ერთხელ მირეკავდაო. ინტუიციის გარდა მანდ არის ფსიქოლოგიური მომენტიც. რას უფრო აკეთებ, რასაც გიკრძალავენ, თუ რაზეც ნებას ქრთავენ, გააკეთეო. ანუ შენთვის რომელი უფრო საინტერესოა? მოიცადე ადამიანს ღალატი უნდადეს, რაც არ უნდა. მაგას ხოფში არ რა თქმა უნდა. რას დავეძებ ახლა? არა, ნახე, ღალატი თუ უნდა ისედაც გიღალატებს და ასედაც, მაგრამ ხო არიან ცოლები, რომ აი სადახარ, რასაკეთებ, აბა ეხლა ყოველ ხუთი მაგით შენ თავს უფრო ხო არ ამშვიდებ, რო აი ვთქვათ რომ მოხდეს, აი მე უკვე ეს ნათქვამი მაგ და it's okay. არა, ნახე, როგორი რაღაც არის, მე იმ ხელა წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე, რომ მე არ მგონია, რომ ჩემზე უკეთესი ჩემო ქორმა იპოვოს. მე თვალებს ისე მიბრიალებს ახლა უცბად გადავხარჯე, სულ გწვლიდე რა, ისე აქ გაყოფილი ქონება ნახევარი ნახევარზე. აი რომ ერთადერთი ხარჩება რომ თამბაქო მისრჩება. მივაღე სახში და დიდი ხომში იქნება წიო, კაი ინდოელები ანჯერებიდან დაიწყებენ ყურებას. რა მითხარი? აი ხო რო გაიგო რომ ვიღაცამ დაგირეკა და გითხრა რომ შემა მეუღლებ გიღალატა. მოუკვდები სიცილით. არ დავიჯერებ უბრალოდ. ფაქტი რო დაგიდოს? დამიდოს და მე ვილაპარაკოთ ამ თემას. რას ისავ? არ ვიცი, იმიტომ რომ არავის არ დაუდია ეგეთი ფაქტი და არ ვიცი რა რეაქცია. დაგიდო ფაქტი და გიღალატა შენმა ქმარმა. იცი რა არის ზოგადად არასდროს. ფოტო მასალა, ვიდეო მასალა ჩაგიყარა. ჩამიყაროს და მე ვილაპარაკოთ კი ბატონო, მაგრამ იცი ესეთ რაღაცებს საერთოდ თავს არ ვიწუხებ და არ ვფიქრობ ხოლმე სისულელეს. არა ჩაგიყაროს Facebook-ი შენ რა გაკდა ის Instagram სანამოა ის შენ დაშორებული იყოს. Facebook-ზე არ კითხულობ, შეიძლება ჩაგდებულიც აქვთ. გადავავლებ თავს აუცილებლად. როგორ ჩვენი YouTube-ის კოდი პოსტით მოდის, ესე მოდის ის ვიდეოს პოსტით. კაი, ანუ შენ ესე იგი შენ მეუღლეს ძალიან მშვიდად უშვებ უცხოეთში. კი, 100%-იანად ვენდობი, 100%-იანად მენდობა. ჩემ თავს ვერ ვენდობი პურის რიგში, იმაში პურის საყიდად რომ მივიდე. როგორ ვენდობ ხა ესე. ძალიან კარგი. არა, შეც кайოხერი. ხო, მაგრამ ხა მე დაოჯახებული ესე არ ვარ. ხო და როცა იქნები მიხვდები, რომ სანდოობა არის ყველაზე მყარი ღერძი ოჯახის. კიდე რა თქვი, ერთ-ერთ გადაცემაში, მოკლედ კაციო თუ ღალატობსო. ეს არისო, აი დაუფიქრებელი ღალატია. თან როგორ დამცინეს პროსტა, არასდროს არ ვაკეთე, შემიდაც კი დამცინავდა. დაუფიქრებლად ღალატობსო კაციო. მაგრამ ქალი თუ უღალატებსო, ქალი მარტო ღალატობსო, როცა უყვარდება კაციო. მეც ესე მგონია, რომ ქალს უფრო როგორ გითხრა, ანუ ქალი უფრო მობილიზებულია მაგ შემთხვევაში. ნუ როცა დაოჯახებულია, ანუ როცა ქმარი ყავს ქალს და ღალატობს. თუ ეხა გაგიჟდა ქალი. რატო როგორ უნდა გაგიჟდა? ეხა გათხოვილი. მიბანაოთ სალონში წავედით მე. არა, მობილიზებულია, მიზან მიმართულია იმისკენ. უკვე გაცნობიერებული აქ რასაკეთებს, ხვდები? მაგალითად, ეგრიგული. ანუ კაც შეიძლება დალია გაუცნობიერებლად რაღაცა იმაიმუნა და მეორე დღეს აცახს. ქალები ცვავენ ეხლა. ხო და მაგით დამცინეს ალბათ სავარაუდოდ ეგ რო ვთქვი, რომ აი ქალს გაცნობიერებული აქვს და კაცს არ აქვს გაცნობ. ნუ მოკლედ რა არ ვიცი, ეს ღალატის თემა ჩემთვის უცხოა. მე აი მაგალითად
რატო გადაეკიდე ჩემს? სიხშირიც. აი მინდა რაღაცა მასალა რა, რომ აი სპორტსმენები. რა მურეკამ ხატიას რომ ხატი გამოდი დიდი ღომში. და ტელეფონი რომ მიჭირავს. იშვიათად swams, იმიტომ რომ სპორტსმენები ძირითადად ვერ swam-ენ, ანუ აუტანლობა აქვთ სასმელის და ამიტომ იშვიათად swams. მე საერთოდ ეხა ხო არის რომ როიგებენ 1 მილიონს აძლევენ და ოლიმპიური ჩემპიონი აი მაშინ რომ მოიგო, მაშინაც მილიონი მისცეს? არა, მაშინ არ იყო ესეთი წესები, ეხა უბრალოდ მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ძალიან პატივისცემს სპორტსმენებს და მაშინ არ იყო ესეთი პატივისცემა და ამბები, მაგრამ ну იყო თავარია რომ ხალხის სიყვარული აქვს თავას და ისე როგორი იგერიებ ეხა შენი ქმარი ბევრს მოსწონს ხო ეხა ნათქვამი გასა რა შენ როგორ ხატიაც რა არა მოსწონს მაგრამ პროსტა ხატია მოსწონს სხვა რაღაცაა მაგრამ აი ეხა შენ როგორი იგერიებ ამ ქალებს ვისაც მოსწონს შენი მეუღლე რატო უნდა მოვიგერიო მოსწონს ეგ მათი პრობლემაა ეხა დავიჯერო ტელეფონში და რაღაცები ფოტოებს არ უგდებენ ამ შიშო ისე ფოტოებს ვიცხოვრე რომ ჩემი ქმრის ტელეფონში ცალ-თვალითაც არ გამიხედავს ესე უი მე დღეს თუ გაიხედა იმ ტელეფონში მე აი მოდი დღეს ჩვენი ხათრით გაიხედა აი დააცვრე და დაგვირეკე აი მე დარეკე არც თვითონ არ იყურება ჩემს ტელეფონში, არც მე არ ვიხედები მის ტელეფონში. ანუ ეს არის ხალხო 100%-იანი სანდოობა. ერთხელ მაინც თუ შეგეპარა ეჭვი ისეთი მძიმე რამეა, რომ დაგინგრევს მთელ ფსიქიკას და ურთიერთობას. ამიტომ არ ვაძლევ საშუალებას არაფერს და არავის, რომ აი ეს ბალანსი ჩვენს ოჯახში, აი რაღაცა. აი ჩვენი გადაცემის სახელით აი ხა გაგიჩნდეს პატარა ეჭვი და გადაამოწმე. მიდი ნახე. მე მგონია რომ თქვენი გადაცემა პოზიტიურია და არა ბოროტული, რა ვიცი. გაჩნია. ხანისხანას. ხო, ნახოთ. ჩვენ გვინდა წიოკი დიდი ღომში. ინდოელები რო გარბია. მაგარი ჩხუბი ვარ, ხო წარმოგიდგენთ? აი მე დარწმუნებული ვარ, ეგ თქვენ კი არა ნახევარ საქართველოს უნდა, მაგრამ რავი, ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს მიზანს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ კიდევ მეორე 15 წელი ალბათ ვერ ეღირსებით ესეთ წიოქს დიდი ღომში. შენ დიდი ღომში ცხოვრობ? არა, მაგრამ ჩემს მეგობრები ცხოვრობენ. ოღონდ შენ ჩაგუდი. შენ სუბაში შვეთად ხვდები, მან კერძობინებია ძალიან ძვირიანი და ჩვენ უფრო კორპუსებში. კორპუსებში თხელი კედლები. კორპუსებში ვიყავით ჩვენც, ახლა გადმოვედით 3 წელია სოფელ დიღომში. 4 წელი. ესე იგი, შენ გათხოვდი 30 წლის ასაკში. კი ბატონო. და შენ ამაზე იძახი, რომ მე ძალიან გვიან ასაკში გავთხოვდი. მე ძალიან კარგ ასაკში გავთხოვდი. არა, ინტერვიუში იძახი შენ ახლა ზუსტად. გვიანი ქვია ქართულად. ხო და საქართველოში ხო 30 წელს უკვე შინაბერა. პირველი სიყვარულია თუ 30 წლის ასაკში ხა პირველი სიყვარული ვერ იქნებოდა ვერანაირი. პირველი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული. ნახე, პირველი არის. შენ რაც მკითხე, ანუ იმაზე გაგაცი პასუხი პირველი სიყვარული ბაღში მყავდა, ჩემთან ერთად ვინც ეკავდა ქართულს ის ბიჭი. ანუ გატაცებები რამდენი იყო სიყვარული ოჯახამდე? რა ვიცი მე იყო ალბათ გატაცებები, მაგრამ მე ძალიან კარგად მიცნობდი მთელი ეს წლების განმავლობაში. ზოგადად ძალიან ისეთი საერთოდ თუ გავთხოვდებოდი არ მეგონა მართალი გითხრა. ანუ აი რა ვიცი, ჩემთვის არასდროს არ იყო იდეა ფიქსი გათხოვება რა. გარიგება იყო თუ მე გაიწა. გარიგება. წაიღე ეს ვეფხისტყაოსანი და რაღაცები ხალით შესახლი და მზითვებში, აი ეს არა, გარიგება არ იყო ნამდვილად. თურმე უფრო ადრე, ანუ ტელევიზიაში როცა მუშაობდი, მაშინ მოვწონდი, ნუ მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ როცა ტელევიზორში გულშემატკივრობდი და ერთი ამბავი მქონდა ოლიმპიადაზე, ეს ჩემი ქმარი გახდებოდა, აი რა არის რა ცხოვრება, ისე დროს იკვეთება გზები, რომ წარმოვიდგენდი. ვერ გეტყვი რომ მომწონდა, ანუ რაღაცა ესეთი მოწონება და სიმპათია და ეხლა რასაც ეძახიან ეს ჩემი შულები ძლივს დავეწი ამ სლენგებს. ქრაში არ იყო ჩემი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ჩემპიონი რო იყო და ბევრი ფული რო ქონდა და სახელი მოგწონდა ეგ. ფულზე მე გართულება არასდროს არ მაქვს. ყველაფერი ერთად, ფული, ჩემპიონი, სახელი, თან აღნაგობით კარგი ტანის არის. დღემდე ძალიან მომწონს ეგ ამბავი. ო, აჰა. ეხლა თამბაქოც ისეს რო გაიგო, საერთოდ. ბიზნესი. აქ უნდა დაიყაროს ბევრი თამბაქოები, ესე. ისე თუ გაიგე თამბაქოს ბიზნესის ამბავი და შენ აუცილებლად არა, კი არ გაგოგებინეთ და სპონსორი გადაცემელი და ჩვენი მეშვეობით გაიგე რომ თამბაქოს ბიზნესია ოჯახს კიდე. აუცილებლად გაგაგებინეთ. ეხლა მითხარი, როგორ რეაგირება გაქვს ზოგადად აი ჰეიტზე, ჭორებზე, აი შენ გარშემო სულ რაღაცა ტრიალებს. სულ შენი რაღაცა პატარა სტორის გამოსვლა, რაღაცა ნათქვამი, რაღაცა სულ ყოველთვის ხდება ის სკანდალის ქვეშ. ადრე იყო ესეთი გადაცემა დროება თუ გახსოვთ. გიორგი თარგამაძის გადაცემა იყო და ეს კიდე წლების წინ სანამ გავთხოვდებოდი რა მანამდე გააკეთეს გადაცემა ჩემზე, როგორ ინარჩუნებ პოპულარობას. თუ დაიჯერებთ ცხოვრებაში არ მიცდია და არ გამიკეთებია არაფერი, რომ რაღაც არ დამეკარგა, ამ ყოფილიყავი, პოპულარული, ან მოკლედ არაფერს არ ვაკეთებ არასდროს.
უბრალოდ რაღაცას ვიტყვი და აღმოჩნდება რომ მე კი ვერ ვხედავ, მაგრამ იცის თელმა საქართველო. კაი, აი ხა. ანუ ეს ეთყობს მომყვება შლეიფადეს 2 წელს მითხარი ახლა მართლა მაინტერესებს იცით დავიწყეთ გადაცემა, რო თქვი განათლების რეფორმაზე არ მომისმენია, მაგრამ ფანტასტიკური არისო. შენ რომ არა, წაკითხამდე. შენ რომ მოგესმინა, ეხლა სხვისგან ეგ რა რეაქცია გიქნებოდა? მივხვდებოდი რომ წაიკითხა. აი რა უნდა და მაგის არ მომისმენიო, შენი ძახა. არ მიყურებია მეთქი. არ მიყურებია თქო, მაგრამ კარგი რეფორმა, ანუ არ მიყურებია ნიშნავდა რას? ძირითადად ვესწრები ხოლმე ესეთ რეფორმების გაჟღერებას, ხვდები? სანამ შე რაღაცას გაიგებ ტელევიზიით, მანამდე იცის და რეფორმაში ხარ მონაწილეობა. მე უბრალოდ ხალხი ვერ მივხვდა რა ვთქვი, მაგრამ მე ძირითადად ვესწრები, ანუ იცით ყველა მე ხა ჩემ გულის. ეხა გაიგე, ხა მაგ დროს მქონდა, მოსმენილი არ ქონდა, რაც გაიგებ. ეხა შენ დღეს მომზადებულიც მოვიდა ყველაფერი წაიგე. მე ხა მის შემასუნების სწავლობაში. თუ კარგი იდეა გექნება, აუცილებლად მოგისმენენ დამიჯერე. საჩემილია ერთ ცხოვრება მაგ დარჩენილი ახლა. შენი სამომავლო გეგმები გითხარი და მე გადავიდეთ თავარ თამაშზე, რომელიც უკვე პირდაპირ თამაში არის. ხო, ჩემს სამომავლო გეგმები არის ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის და ჩვენ ვაპირებთ რომ გავხსნათ ნეიროაკადემია, სადაც ნეიროდივერგენტებს, იგივე აუტისტური სპექტრი ან ნებისმიერი დარღვევის ბავშვს ექნება შესაძლებლობა თვითონ კი არ მოერგოს სწავლის სისტემას, ანუ სწავლის სისტემა მოერგოს მას და მაქსიმალურად ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო იყოს ეს პროგრამა და შეეძლოს სურველმა, რა თქმა უნდა, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს განათლება ამ ასეთ აკადემიაში, თუმცა ამ შემთხვევაში კერძოს ვაკეთებთ. კარგი. წარმატებას გისურვებ შენ საქმიანობაში, თუმცა სანამ თამაშამდე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი მათთვის, ვინც ეძებს კომფორტს და სანდო ინვესტიციას. პარკ ორთაჭალა მდებარეობს თავისუფლებიდან 8 წუთის სავალზე, ვახტანგ გორგასლის 105 ნომერში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია გიორგი პარიზი, ჩაალაგე პარკი და გაფრინდი პარიზში. დაისვენე ფრანგულად. მაშასე, ახლა კი ხატია თამაშის დროა. კი ბატონო. მაგარიცი. და რაც უდი თამაში მოგიმზადეთ. უი რა სლაპარი. დღეს თამაშობ შენ და თამაზა. აჰა, ოკეი. გიორგი კვერცხებით. დააკროხივიძის მართაჩება. სანამ თამაშზე გადავალთ, ჩვენი სპონსორია. მე რა საყოლა თითინი ხათი შენ არ იცი რა გელოდება. სანამ თამაშზე გადავალთ, ჩვენი სპონსორია სანდომი, ტკბილეულის და სნეკის მრავალფეროვანი არჩევანი. კარგი, სანდომი ტკბილეულობა ძალიან კარგია, მაგრამ თამაშის დროა. ეხა პირით უნდა გამოვაცხო. სანდომთან პრინციპში ახლოს არის კვერცხი და ტკბილეულობა. მაშასე მეგობრებო, არის იღბალზე. არის 10 კვერცხი, 10-დან რაღაცა რაოდენობა არის მოხარშული, რაღაცა რაოდენობა არის უმი. თქვენ უნდა აიღოთ და კბილებით უნდა გატეხოთ. ან შეხვდებათ უმი, ან შეხვდებათ შეიძლება ესე გავაკეთო, ესე ცოტა. ძალიან ხობა ესე თუ გააკეთებ იქეთ მიატრიალე პირით. ანუ ესე იღებ და უნდა ჩაკმიჩო და რომელი შეხვდებათ. დაიწყე. შენ რაღაცას იძახი რომ მე სხვანაირად როგორც ჯენტლმენი ვაძლევ. ხო, მაგრამ კბილებით უნდა გატეხო, ხო? როგორ გავტეხებ ეგ შენ არის მე. ახლა მაგიდაზე დარტყმას არ ვარ. მოდი, იცი არის, მე კიდე როგორც ქალბატონი მინდა რომ დავუთმო. არა, რა სლაპარი. მოდი, მაშინ სამართლიანი რო იყოს ჯეირანი. არ ვიცი მე ეგ თამაში. ხო, რო არიცი დაიწყე მაშინ. შეგიდა 4 შინის მე დედა როგორც ხარ და თუმარი მინდა პატივიქცე ხათი. მე კიდე პირიქით მინდა დაგითმო როგორც ჯენტლმენს. კაი. დაიცა, ცოტა მინდა რომ ახლო მივიწიო ხატიასთან, რომ აი რომ რაღაცა იყოს თავი დამიჭიროს. ესე იგი ვიწყებთ თამაშს კვერცხი იღბალზე, ნაწილი არის უმი, ნაწილი არის მოხარშული და კბილებით უნდა გაიგოთ რომელია. იწყებს თამაზა. ჩემკენ არ გადმოასხათ, გაგიტეხავ თავს. 3, 2, 1. რასაც ეხებით, იმას იღებთ, ეგრევე. ანუ შეცვლას არ. არა, იცი რა არის. ის არა, შეხებას არ ვართ. მე არ ხო დაიღე, შეება ეგ არის რა. განიშნული მოხარშულია. არ ვენდობი ეს ეგეთი ქალბატონი რაღაცას გამიჩალიჩებს. არ გიჩალიჩებ, დაიწყე თუ იწყებ. დაიწყე, არა, ბავშვები მელოდებია, სახში. აიღე. მიდი. მაი მე მგონი არის. მე ხატი გეხვეწებია გამ. მე უარს ვამბობ ამ თამაშზე. არა, დაწყებულია ხა, ჩაწერა გვიდი. მაი მე გაგიმართო მოხარშული, შევა 5 წელი მოხარშული შეგვიძლია. გემრიელია. მიდი ხატია. აბა. დადე.
ცხოვრებაში გაგიმართლა, შვილებში გაგიმართლა, ქმარში გაგიმართლა, ბიზნესში გაგიმართლა. თამბაქოს ბიზნესაც ვიგებთ, ახლა კვერცხშიც გაგიმართლებს. აბა გენაცვალე რო გააიაფეთ კვერცხი რა გეგონათ და მიდი 3 2 1 აიღო, აბა. მიდი ჩაკ. მე ვარ იღბლიანი. ხედავ. რა ენაღლება ისე მიიტყა კბილებში ყველა ჩაისმეს მე ვიდადო მე არ ვიდადო ჩემი კბილებია. კაი 3 2 1 შია თამაზას მე მგონი და არის ახი. რა ჩაკბიჩა აი ეს ჩაკმიჩა შე დადე რა ძალიან თქო არ მიდეს მორთმევა. შანსები მცირდება, მოხარშული კვერცხი მცირდება. თან სულ ჩემი ხელით მაქვს მოხარშული. აი გემრილა ჩაკმი. ეხა შენ ბოლოს იმდეს იზევ ამ ჩარტმე და შენ კბილი ჩამოგვარდეს. ჩაკბი. მე მე ვარ იღბლიანი, ხო გითხარი. მიდი თამას. მე მეცუდა თავს. მე ხატი გეხვეწები. დადე შელი. სოთულა ბიჭო პატარა ციცილა გამოჩეკილიყო. მიდი. თუ არ ჩაკმიჩავს. ჯერჯერობით ხატიამ გამოიცნო 2 კვერცხი, თამაზამ 1 მოხარშული. იღბალი გაქვს ჯერჯერობით. არა და თუ არ ცუდად ხედავ. აბა. კარგა ჩაკმიჩე რა, როგორც მე ვკმიჩავ. თორე მე თუ ესე გააგრძელებს, მე ვარ იღბლიანი. ღმერთო სა. რაღაცით. ვიდი სახეში ირტყი თუ კიდე რა. მე მგონი ეს სულ ყოველდღე კვერცხს ხარშავს სახში და იცის რომელია მოხარშული და რომელი მოუხარშავი. მე ცუდად დავარ. აი მე არ შემიძლია. ჩაკმიჩე შენ კიდე. აი მე ცუდად. ჩაკმი. ოი ბე. ბუში გადაარჩინე. აი მე ჟღლინტივით რო კიდია. ნუ ერთი მაინც მომიწევს, ვინაიდან პროსტა გაგიმართლა და ერთი ცალი მოხარშული მოგიწია, მაგრამ არა, მოხარშული კიდე ბევრია. ხაი რატო ვთქვი? ეს გზაში ხარშავს ამ კვერცხს მე მგონი აი ეს რო აჩხრიალებს. აი ეს არ არის მოხარშული. აბა? გაგიცულ გინდა? არა. მიდი. ნუ აკუჩე კვერცხი ისე და ის არის ძვირია კვერცხი და ჭამო. წიწილაში დარბის უყურე. ციბა. გავცვლი კი გინდა? აბა. შენ ხო არ იცი მოხარშულია თუ არა? რასაც იღებ მე იგებ. როგორ ეშმაკი ყოფილი ამას ნახე. არა მართლა გეუბნები არ გინდა მოხარშული. არ მინდა გენაცვალე ესე გაგიცა. მიდი. რექტორებსაც ესე ეუბნებოდით და უნივერსიტეტი არ არის. მიდი. ჩაკბიჩე, დუკბიჩ. მე არ ვკბიჩავ საერთოდ. მიდი. ეს არ არის მოხარშული. ეგრე არ იწובה თამას, ეს წესები დარღვეული. აი მე შენ ჩაკმე ჩაარიცო და რა ჩემი ბრალია ღმერთო შემო. გადაგარჩინე რომ კიდე ერთი არ ჩაკბიჩე. ბოლო იყოს თავში ჩარტყმები. აბა გეგონოს. თავში თუ ჩაგარტყი. გადაცემაში კი ვეღარ დაჯდები. მიდი 3 ემნე გამამწარო ხატია. თავში უნდა ჩაირტყა? ხო, ეს სცენა მე არ მანახო. ხაცი რა ქები. ოი მე ესე გააკეთე. აქეთ არაფერი გადმოუშვა. აი აგერგიზის გადასარევი ისა. ორი დევნე აი აბა და კბილების გამო ხეხოც არ უშველეს ამ სოცოდავს. მიდი. აიცა თუ გული აგერია. და აი მე არა გადი არ დამსვარო ფუფ ნახე რა მოდი აქ მოდი ბოლო თავის ჩერტყვა იყოს შენი იდეა იყო მოდი იქნებ მოხარშულია როგორ ცხიანია. არ ჯობდა ჩაგეგმიჩე. კაი ჯადაბა თქვენ თავს მიდი ბოლო ჩაგმიჩე ჯანდაბა. ახლა წიწილა ის ერთი ცალი ამან რო გატეხა ის არის კაკრას გასული. მეგონი გაგებს არა კვილი. აი. მაშასე მეგობრებო ეს გიჟდები შენს. ფენდაი იმ კოსტუმზე რო არ გავუშვა. არა
სიტყვაში არ გადაი. არა, თორე ამას თავზე დაგასხავ. მიდი ერთი დასმა მოიწვიე შენ კიდე. არა, მართლა. ჩაუვიდა სუმკლავებში. ბოდიში. მე მომიტანე ეხლავე ძველი სალფეტკი. ნუ აი პროსტა რა. მაშასტე. აი, რაც შეყმაში ისკი შენი ჭირი, მე ხა კოსტუმზე ერთ გადავიტან არაუშ. აი ეს პიჯაკი იქნება ვაფშე რაც ავღირვარ დავიდა ბარონ. ისე გაცვია ფეიკები. არა, ბიჭო, ბრენდია რაღაცა. ისეთი ისეთი კაი ხარისხი, აი რომ არა, გაწიე ხელები შემსური მე ზუსტად. დამითხარი, იცი ფეიკები გაცვია თუ ორიგინალები მხოლოდ? ფეიკები, რაც ქვია, მარტო ორიგინალები არ მაცვია, რა თქმა უნდა. გააშენ რას გულისხმობს ზარა და სტრადივარიუსი არა, მაცვია. რეპლიკა. აი მაგალითად. რეპლიკაც მაცვია, კი. ანუ გაცვია. მაშინ ასე მეგობრებო, ეს იყო გადაცემა სარკასტიკა. გაწიე შენი ბინძური ხელი. მაშინ ასე მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია სტრაფიკვების ობიექტი Flame Food, რომელიც არის ვარკეთილში, სუხიშვილის 45-აში, სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ დააგემროთ უგემრიელესი თქვენთვის სასურველი კერძები. ამის გადაცემა სარკასტიკა დასრულებულია, მე კი სუფთა დაბანილი მივდივარ სახლში. შედი ჯემი.